გამარჯობა, ეთერში ალტერნატიული ხედვა, მისი წამყვანი თათია გაბრიჭიძე ვარ. არჩევნებამდე 6 დღით ადრე ყველა მედიას, ისე როგორც ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს შორის გამოვყოთ დრო და გაიმართოს დებატები და ამ დებატებში მონაწილეობა უნდა მიიღოს წესით ყველამ, ჩვენ შესაბამისად ყველას გაუგზავნეთ მოწვევა, თუმცა მხოლოდ 3 მათგანისგან მივიღეთ თანხმობა, ესენი არის თავისუფალი საქართველო კახა კუკავა, კონსერვატორები საქართველოსთვის ზურა მახარაძე და გირჩი ბატონი ალექსანდრე რაქვიაშვილი. ბატონი ალექსანდრე არ არის მერობის კანდიდატი, ვიცე-მერობის კანდიდატია. გირჩიდან მერობის კანდიდატი არის ბატონი იაგო ხვიჩია, თუმცა დღეს ბატონი ალექსანდრეა წარმოდგენილი და შესაბამისად გირჩის ხედვებზე და ასე შემდეგ ბატონი ალექსანდრე გვესაუბრება. რაც შეეხება ფორმატს, რომელიც დღეს ჩვენ ავიღეთ იმისთვის, რომ თითოეულ მათგანს ჰქონდეს საშუალება, რომ მაყურებელს და საკუთარ ამომრჩეველს მიმართოს, იქნება 90 წუთი რეგლამენტი იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები დააფიქსიროთ. პირველი წუთი იქნება იმისთვის, რომ თქვენ ამომრჩეველს მიმართოთ, შემდეგ უკვე რამდენიმე კითხვა იქნება წამყვანისგან, ასევე მაყურებლისგან და ერთმანეთთან დასასმელი კითხვები. სტანდარტული დებატების ფორმა გვაქვს აღებული, არაფერი განსხვავებული და არაფერი განსაკუთრებული. დავიწყოთ იმ ნუმერაციით, როგორც არის საარჩევნო ნომრები განაწილებული. პირველი არის თავისუფალი საქართველო კახა კუკავა ნომერი 7. თქვენ გისმენთ, მიმართეთ თქვენს ამომრჩეველს 1 წუთი გაქვთ დრო. ბატონო, ჩვენთვის არის ორი მთავარი პრიორიტეტი. პირველ რიგში მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა ამით უნდა დამეწყოთ თქვენ არხს მოწვევისთვის. და რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობის მიზეზს, გვაქვს ორი ძირითადი პრიორიტეტი. პირველი ეს არის ცოტა გრძელვადიანი ეროვნულ პოლიტიკაზე ორიენტირებული, რომ მე მიმაჩნია, რომ ქვეყანაში რა ტიპის კრიზისიცაა, ძალიან იგრძნობა უკვე ნოყიერი ნიადაგი იმისთვის, რომ მოხდეს ხელისუფლების ან ძალადობრივი ცვლილება, ან ძალადობრივი დაპირისპირება და პრაქტიკულად ჩვენ ყოველ წელს ამის ცდილობებს თვალს ვადევნებთ. ოღონდ ეს არ არის მარტო ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიციის ბრალი, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს და არც მარტო გარედან ჩარევების ბრალი, თუმცა ესეც ფაქტორები არის. თავი არის ხელისუფლების სიხისტე. ამიტომაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ხელისუფლება აიღებს ამ არჩევნებზე დაბალ შედეგს, 50%-ზე დაბალ შედეგს, გასაგებია ახლა რომ ბარიერს გადალახავს და გადანაწილდება ხმების გარკვეული პროცენტი ზომიერ პოლიტიკურ ორგანიზაციებზე და თავისუფალი საქართველოს სწორედ ასეთად მოიაზრებს თავის თავს. ფიქრობთ, რომ ეს ქვეყანას აჩცილებს ძალადობრივ დაპირისპირებას და ნელ-ნელა ეტაპობრივად მოხდება ქართული ოცნების დაბალანსება. ის ხალხი, ვინც დაინტერესებული არის, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, ოღონდ სტაბილურობა არა სულთანატი, როგორც დღეს გვაქვს, არამედ პოლიტიკური დებატები რაღაც ჩარჩოს ფარგლებში, მე ყველას მოუწოდებ, მოდით შემოხაზეთ ნომერი 7, გავაწონასწოროთ ოცნება, დავაბალანსოთ ოცნება და ამითი პოლიტიკური პროცესი მოვაქციოთ ლეგიტიმურ, ლეგალურ ჩარჩოებში. წინამდელ შემთხვევაში ალტერნატივა აგერ ნახავთ რაც იქნება რუსთავის. მადლობა კონსერვატორები საქართველოსთვის ზურა მახარაძე. მოგესალმებით, ალბათ ყველაზე მიუკერძოებელი დებატები იქნება დედამიწის ზურგზე, იმიტომ რომ წამყვანი ჩემცოლი არის და როგორ გაართმევს მოკლედ ამ დაბალანსებას თავს ნახავთ, მაგრამ ყველას ნაკლებ დროს დაგით. მადლობა. ხო. რაც შეეხება ჩვენ ხედვებს. ჩვენ მაგალითად პირიქით ვხედავთ, რომ აი ეს განწყობები, რომ არიქა ხელისუფლებას ახლა ნაცები ჩამოიღებენ და ამიტომ გავექანოთ და 51 მოუხაზოთ, ეგ არის ქართული ოცნების მთავარი პოლიტიკური აქტივი. აი, რომ ჩამოთვალოთ მაგალითად ყველაზე ძვირფასი რა აქვს ქართულ ოცნებას, ეგ არის პირობითად ვივამეთში ლუქს პალატაში ჩამჯდარი მიშა, რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც დათათუთაშხიაშია ეს ორმოში რო უზით კაცი და ვითომ ზარი რო უნდა დარეკოთ და ისინი რო თხრიან, აი მთელი ეს რადიკალური ოპოზიცია ეგრე თხრის და სინამდვილეში ოცნების საქმეს აკეთებს და მიშა იგზის იმისთვის, რომ ამათ ამ თხრის ენთუზიაზმი არ დაუვარდეთ და ჩვენი მესიჯი არის ძალიან მარტივი ხალხო. არაფერი გადატრიალება არ ხდება. სიმშვიდეა ქვეყანაში და გააქვთ უნიკალური ფუფუნება და შესაძლებლობა უბრალოდ ვისი ხედვებიც მოგწონთ, ვისი იდეების მოგწონთ, იმას მიცეთ ხმა და ყველა მათ შორის ქართული ოცნების მხარდამჭერები ვინც იყვნენ ადრე, ის ხალხიც თან ხვდება, რომ
ამ ხელისუფლებას წესიერი ოპოზიცია თუ არ გაუჩნდა, რომელიც რეალურ თემებზე მიაწვევა მას, ძალიან თავს გავიდნენ და ზედმეტებში არიან გადასული. ამიტომ ალბათ ძალიან დიდი ხნის მანძილზე პირველად გაქვთ მაგისი შანსი და მოგიწოდებთ, რომ ნუ გეშინიათ, გააკეთეთ არჩევანი, თქვენ რაც გაწყობთ პირადად, თქვენ ოჯახს რაც აწყობთ პირადად და თქვენ სამშობლოს რაც აწყობს იმითი გადაწყვეტეთ. კი ბატონო, ალექსანდრე რაქვიაშვილი, გირჩი, საარჩევნო ნომერი 36. მადლობა პირველ რიგში ორგანიზებისთვის, უსმენთ თანმიმდევრობა კი იყო 7-3-36. მაინც. მაგრამ მაინც, ხო, მე არ შემიძლია სურასთვის ეგეთგილი მშობლიურია და ამიტომ არ დაურღვიეთ. გასაგები. ხო, მიუხედავად იმისა, რომ დებატია, მე რაღაცნაირად დავითანხმები ზურას, რომ ის გარემო, ის სიტუაცია, როცა იცით ნაცები მოდის გვეშინია და ხო იცით ახლა ომი გვინდა ხო არ გვინდა და ასე შემდეგ ეს არგუმენტები არ ჭირს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ნაცების ისტორია ალბათ თარდება 5 ოქტომბერს შემეეთ აღარ იარსებებენ და მაგათ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი უბრალოდ აი თუ ადრე გეშინოდათ ახლა გააკეთეთ არჩევანი უკეთესი ცხოვრებისთვის. კი და ჩვენ 9 წელი მუშაობდით, ვიყავით ერთგული ჩვენი პრინციპების, არ ვიტყუებოდით და შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს ჩვენი იდეები, მაგრამ ყოველთვის ვამტკიცებთ, რომ გულწრფელად ჯერა ჩვენი იდეების და მზად ვიყავით ჩვენი იდეები და პრინციპი დაგვეცვა და საბოლოო ჯამში ყველა ჩვენი იდეა თუ პრინციპი დადიოდა იქამდე, რომ ჩვენ გვიდა ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, უფრო დიდარ ქვეყანაში, სადაც ხალხი უფრო ბედნიერია, ყოფილია ცხოვრებით. და თქვენს გაქვთ შესაძლებლობა ასეთი არჩევანი გააკეთოთ, არა სიძულვილის, არა ვიღაცის წინააღმდეგ არჩევანი გააკეთოთ, არა იმიტომ რომ ვიღაცა გეზისხებათ, გეჯავრებათ, გშურთ ასე შემდეგ, არამედ იმიტომ რომ თქვენ და თქვენმა შვილებმა უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. და რა არჩევანიც არ უნდა გააკეთოთ, ალბათ 5 ოქტომბერს რადიკალურ ქვეყანა არ შეიცვლება, მაგრამ 5 ოქტომბერს თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი არის პარტია ბევრად უფრო ძლიერია, ჩვენ პოზიციებს აქვს უფრო მეტი ხარდაჭერა და ჩვენი იდეები უფრო რეალისტური გახდება რაღაც რეგიონულ დონეზე იქნება და ზოგადად თელ ქვეყანაში. კი ბატონო, მადლობა. გადავიდეთ მოდი კითხვებზე, თითოეულ კითხვაზე პასუხისთვის გექნებათ 3 წუთი. სულ მექნება თქვენთან 4 კითხვა, დანარჩენი კითხვები იქნება მაყურებლის, ორს თავში დავსვამთ ორს ბოლოში და შემდეგ უკვე ერთმანეთთან გექნებათ ორი კითხვის დასმის საშუალება. პირველი კითხვა არის ასეთი, რაც ნიშნავს როგორც თქვენთვის უშუალოდ კანდიდატებისთვის, ასევე თქვენივე პარტიებისთვის თვითმმართველობის არჩევნები. ბატონო კახა, გისმენთ 3 წუთი. კი ბატონო. რეალურად რო ვისაუბროთ თვითმმართველობის არჩევნები, თბილისში კონკრეტულად ეს არის არა მარტო ადგილობრივი არჩევნები, არამედ თბილისის ზომა წოინდან გამომდინარე. გინდა არ გინდა ეს ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს ცენტრალურ პოლიტიკაზე. მე ამაზე მქონია დისკუსია სხვადასხვა ადამიანებთან და ზოგი არ მეთანხმება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ თბილისის მერის არჩევნები წააგო, ეს არ მომბობ რომ პირველი ოფციაა, მაგრამ თუ მოხდა და წააგო ხელისუფლებამ, ეს ნიშნავს ხელისუფლების ჩამოშლას. ეს ნიშნავს მინიმუმ ვადამდელ არჩევნებს, იმიტომ რომ შეუძლებელი არის ამ ხელისუფლების ვერტიკალი არის დაფუძნებული იმაზე, რომ აქ არის სულთანატი და ყველაფერი, ყველა წვრილმანი ჭანჭიკიც კი ემორჩილება ივანიშვილს, ამიტომ როდესაც წვრილმანი ჭანჭიკი კი არა ქვეყნის უძლიერესი ინსტიტუტი გამოდის მისი კონტროლიდან, ეს რა თქმა უნდა ნიშნავს ამ ვერტიკალის ჩამოშლას. იმავდროულად არის მეორე სპეციფიკა, რაც აქვს თბილისის თვითმმართველობას. ეს არის პრაქტიკულად ერთადერთი თვითმმართველობა, რომელსაც აქვს ფინანსები, რომელიც შეუძლია რომ გაანაწილოს. სხვა მუნიციპალიტეტებს ფინანსები ან თითქმის საერთოდ არ აქვს, ან იმდენად მცირე არის, რომ ის არ ყოფნის მათ დაკისრებულ ფუნქციებს და პირიქით ცენტრალურ ბიუჯეტს უწევს დატრანსფერება. აქედან გამომდინარე, თბილისის ბიუჯეტს, თბილისის საკრებულოს, თბილისის მერიას რეალურად შეუძლია განახორციელოს ბევრი სწორი იდეა. ხა სამტრედიის მერს შეიძლება სწორი იდეები ქონდეს, მაგრამ ფული თუ არ აქვს, იმ სწორი იდეებს რეალიზაციას ვერ გაუკეთებს და ამიტომ როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად კონკრეტულად ჩვენი პარტია იაფ მედიკამენტებზე, ან საუბრობთ სკოლებში უფასო კვებაზე, ან სხვადასხვა ასე ვთქვათ პარკირების რეფორმაზე და ასე შემდეგ, თბილისის ბიუჯეტს, რომელიც არის 2 მილიარდ 400 მილიონი ლარი, რეალურად სწორი დახარჯვის და სწორი განკარგვის შემთხვევაში შეუძლია ძალიან ბევრი ისეთი პრობლემის გადაწყვეტა. ეხლა მაგალითად მუხიანში მქონდა რამოდენიმე დღის წინ შეხვედრა და როგორც ყველა უბანში მეუბნებოდნენ, რომ მაგალითად რაღაც თავის პრობლემები აქვს, მაგალითად რაღაც განათებები არ არის. ან ნაძალადებში მქონდა ზედაუბნებში შეხვედრა და მითხრეს, რომ აი აქ ვინაიდან გზები არის სპეციფიური, ნაგვის ხუთები არ არის და ასე შემდეგ.
ესეთი ტიპის პრობლემები თბილისში არ უნდა იყოს. მესმის რომ შეიძლება მეტრო ვერ ააშენოს ქალაქის ახალმა მერმა, იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირიანი პრობლემაა, მაგრამ იმ წვრილმანი პრობლემების ძალიან დიდი პროცენტი, რომელთანაც შეხება უწევს ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს, არსებული ბიუჯეტის ფარგლებში არის ადვილად გადაწყვეტილი, თუ მე არ იქნება ხაზინის ქურდი და თუ მისი მოადგილეები არ იქნებიან ხაზინის ქურდები. ამიტომაც მე თბილისელებს მოუწოდებ, რომ მოდით ამ არჩევნებზე აქტიურად, სულ ერთია ჩვენ გვიჭერთ ხარ თუ სხვას უჭერთ ხარს. თბილისელების არჩეული მერი თუ იქნება ნამდვილად და არა ივანიშვილის დანიშნული, ვინც არ უნდა იყოს, ის დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე დღეს არსებული სისტემა. კი ბატონო, მადლობა. იგივე კითხვა გვაქვს ურასთანაც, რაც ნიშნავს, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პარტიისთვის ეს კონკრეტული თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენმა მხარდამჭერებმა იციან, რომ ჩვენთვის ეს არის პირველი არჩევნები, როდესაც საკუთარი პარტიით მონაწილეობთ, ორი პარტიის გაუქმების მერე მოგვეცა საშუალება, რომ როგორც იქნა ჩავერთოთ საკუთარი სახელით ქართულ პოლიტიკურ პროცესში. ამიტომ ჩვენთვის ეს არის პირველ რიგში ლეგიტიმაციის თემა, არის ამოცანა როგორც მინიმუმ რომ უნდა პარტია გახდეს კვალიფიციური პარტია და გაიყვანოს საკრებულოებში თავისი წარმომადგენლები. რატო არის ეს მნიშვნელოვანი? საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ჩვენ ამ ჩვენს იდეებს რო ვაჟღერებდით, ბევრი ადამიანი დაგვიდგა გვერდით და წლებია უკვე ჩვენი თანამებრძოლები ვინც იყვნენ კონკრეტულ ადგილებზე. თავიდან ბოლომდე ჩვენი სიები არის მაგ ადამიანებით დაკომპლექტებული. ანუ კი იცით ახლა რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხშირია ეგეთი მოვლენები, რომ აი სადღაც მაგალითად რეგიონებში ადგილობრივი ბიზნესმენი მოდის და რაღაც სიაში ჩამსვი და ასე შემდეგ და რაღაცა ეგეთი პრაქტიკა არსებობს და ჩვენ ვართ პარტია, რომელიც აი თავიდან ბოლომდე კონკრეტულად იმ კადრებით დავაკომპლექტეთ ჩვენი სია, რომლებიც წლებია აი პირველი აქტივობიდან რომ მოყვებიან. ანუ ეგ არის ხალხი, რომელიც ვიცით, რომ ჩვენს იდეებს იზიარებს და აქედან გამომდინარე ვიცით, რომ საკრებულოებში რო შევლენ, იქ ისინი დაკავებული იქნებიან ამ ჩვენი იდეების გატარებით და თავარი, რასაც თავაზობთ ხალხს, არის რომ ეხლა ამ არჩევნებით ხელისუფლება ვერ შეიცვლება, მაგრამ გიჩნდებათ თითოეულ თქვენგან შანსი, რომ იქ ამ პროცესში ყავდეთ თქვენი წარმომადგენელი, რომელიც ფულის არასწორ ხარჯვაზე, არასწორ პრიორიტეტებზე, კორუფციაზე, რაღაც იდიოტური რეგულაციების ან კანონების მიღებაზე, სწორი ინიციატივების და სწორი კანონპროექტების შეტანის თემაზე ხმას ამოიღებს, ამბავსაც გამოიტანს, ჩვენ ინიციატივებსაც გააჟღერებს და აი კონკრეტულად თქვენი ქალაქის, თქვენი უბნის სატკივარს იქ დამცველი ეყოლება. აი ეგ შეგიძლიათ რომ ამ არჩევნებზე როგორც შედეგი დადოთ. და სინამდვილეში ეგ არ არის პატარა შედეგი. და კადრები, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 5 წლის მანძილზე ადამიანი უანგაროთ, რომ შენ გვერდით დგას და იბრძვის, მაღალი სანდოობაა და უფრო მაღალი შანსია, რომ მაგას ვერ იყიდიან, ოცნება თავის მხარეს ვერ გადაიბირებს და მართლა შენი ინტერესების გამტარებელი იქნება. ამიტომ შეგიძლიათ რომ ეგ საკმაოდ კარგი შანსი გამოიყენოთ. მადლობა, ბატონო სანდრო, თქვენთანაც იგივე კითხვა გვაქვს. რას ნიშნავს როგორც თქვენი მერობის კანდიდატისთვის, ისე თქვენი პარტიისთვის თვითმმართველობის არჩევნები? თვითმმართველობა ის პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში თვითმმართველობა ზოგადად არ გვაქვს. და ბევრ შემთხვევაში ეს არის ფიქცია და რეალურად ძალაუფლება თვითმმართველობას რეგიონებს არ გააჩნიათ. და ჩვენთვის თვითმმართველობის არჩევნებს სამი დატვირთვა აქვს. პირველ რიგში ეს არის ის, რაც მართლა შეიძლება დაპირდე. ერთადერთი რაც შეიძლება სერიოზულად დაპირდე ამორჩეველს და რასაც მოგონი მარტო ჩვენ ვაკეთებთ ამ შემთხვევაში არის ის, რომ თუ და როცა ჩვენი კანდიდატი გავა საკრებულოში, ყველა თქვენგანს ეყოლება მისი პერსონალური წარმომადგენელი საკრებულოში. ეს ნიშნავს არა ის, რომ არა მხოლოდ ის, რომ რაღაც ზოგად იდეებზე ლაპარაკებს ან ის ადამიანებს, თქვენ ხმა მიეცეთ, არამედ თქვენ როცა გექნებათ პრობლემა ბიუროკრატიასთან და თბილისში განსაკუთრებით, მაგრამ ბევრ სხვა რეგიონშიც ქართლოსნების წყალობით ეს პრობლემა ძალიან გავრცელებულია.
ჩვენი საკრებულოს წევრი ყოველთვის სიამოვნებით დაგეხმარებათ, რომ ეს პრობლემა როგორც მინიმუმ შეამსუბუქოს და ეს ყოველთვის ასე უფრო მარტივი ხდება პრობლემის გადაჭრა, თუ საკრებულოს წევრი თქვენ მხარეს არის. ეს რაც თქვენ ყველას პირდებით, რომ თქვენიან საერთო საკრებულოში თუ გააფერებთ 36 მეტრს, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენი საკრებულოს წევრი ყოველთვის იქნება მიმართული იმისთვის, რომ თვითმმართველობას რამე შინაარსი გაუჩინოს. ანუ ის იდეები გააშღეროს არა მარტო იმიტომ, რომელიც მაგალითად ქალაქს ჭირდება, მაგრამ ზოგადად ის სურათი დახატოს საკრებულო თვითმმართველობის, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ქვეყანაში იყოს. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად ზუგდიდიდან უნდა გქონდეს უფლება აერჩიოს თავისი პოლიციის უფროსი, თავისი მოსამართლე აერჩიოს პირველ ინსტანციის, თვითონ გადაწყვიტოს სკოლაში რა და როგორ უნდა ასწავლონ ბავშვს და თუ მეგრული ენის სწავლა უნდა ზუგდიდელს, ეს მისი გადასაწყვეტია და ეს არ უნდა წყდებოდეს თბილისში და ეს არ უნდა იყოს რაღაც ერთიანი რაღაც განათლების სამინისტროს ერთიანი სასწავლო გეგმის საკითხი. აი ასეთი თვითმმართველობა წარმოგვიდგენია, როცა ქალაქები და რეგიონები თვითონ წყვეტენ რა პრიორიტეტები უნდა ქონდეს მათ ბიუჯეტს და აი ამ კუთხით იქნება ეს გაშღრებული და მიუხედავად იმისა, საკრებულოში ეს არასდროს არ შეიცვლება და ეს უნდა შეიცვალოს პარლამენტში, ყოველდღიური მუშაობით ჩვენი საკრებულოს წევრები გაჩვენებთ, როგორი შეიძლება ყოფილიყო თვითმმართველობა და შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე თუ დაგვიჭერთ ხარს და იმედია ბევრად მეტი ხარჯა გვექნება, მაშინ ჩვენ თვითმმართველობასაც გავხდით ისეც, როგორიც ის მართლა უნდა იყოს. კი ბატონო, მადლობა, თქვენ დაგრჩათ 30 წამზე მეტი და ამიტომ დავამატოთ მე თქვენს პოზიციას, რომელსაც ბოლოს დავფიქსირებთ. მეორე კითხვა ასეთი იქნება, რას პირდებით დედაქალაქს ბატონო ახკისმე? კი ბატონო, მე ჩამოვთვლი დროის ეკონომიის მიზნით, უბრალოდ პირველ რიგში წინა დებატების დროს ვიდეოთ ამაზე, მაგრამ მე ვიტყვი ჩვენ პოზიციას, რომ მე მიმაჩნია, რომ თბილისის საცხოვრებელი ფართები არ უნდა დაემატოს. ამიტომაც მერიამ არ უნდა გასცეს ნებართვები, თუ ეს არ არის საგამონაკლისო შემთხვევები მაღალსართულიან საცხოვრებელ ფართებზე და მეტიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ხელი უნდა შეუწყოს, რომ თბილისიდან რიგი სამინისტროები, უნივერსიტეტები, ყველაფერი არ უნდა იყოს დედაქალაქში თავმოყრილი, უნდა იყოს ქვეყნის ტერიტორიაზე განაწილებული, გატანილი უნდა იქნეს და ვფიქრობთ, რომ ესეთ შემთხვევაში თბილისი იქნება ბევრად უფრო კომფორტული, როგორც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ისე სატრანსპორტო სქემა. აგრეთვე ამ საკითხის გაგრძელება არის ჩვენი მიდგომა საპარკინგე პოლიტიკის მიმართ, რომელიც არის პირდაპირ კორუფციული, გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია და კალადის მმართველობის პერიოდში 5000 პარკინგის ადგილი შემცირდა დედაქალაქში ზოგადად პარკინგების რაოდენობა 30000-ზე მეტი იყო და ეხლა დაახლოებით 26000 და ნუ ყველამ ვიცით, რომ პარალელურად იზრდება ჯარიმების რაოდენობა, რაც წარმოუდგენელი არალოგიკური ამბავი არის, ეგ თან პარკინგზე დაყენების საშუალებას არ აძლევ ადამიანს და თან 200 ლარს ახდევინებ არასწორ პარკირებაში. ეს პარკირების ჯარიმები უნდა გაუქმდეს და ნაცვლად ამისა არასწორი პარკირების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა მოხდეს არა ჯარიმების გზით, არამედ იმ გზით, რომ რაც არის დედაქალაქში კიდე დარჩენილი თავისუფალი სივრცე, იქ უნდა წამოიჭიმოს არა ბეტონის ჯუნგლები, არამედ უნდა წამოიჭიმოს პირველ რიგში რეკრეაციული ზონები, აგრეთვე პარკინგის სივრცეები და გზები. გარდა ამისა, ჩვენი მიდგომა არის ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გვაქვს კიდევ ერთხელ გავიმეორებ მედიკამენტები თურქეთიდან, რომელიც ჩვენ პარტიის ეგიდით დაწყებული გვაქვს. ეს არის ძალიან ეფექტური პროგრამა, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება. ოღონდ ჩვენ რა თქმა უნდა პარტიის ეგიდით ეს შეგვიძლია რომ რამდენიმე ასეულ ოჯახზე გვექნება დარიგებული. იმ შემთხვევაში თუ დაგვიჭერენ მხარს თბილისელები, ამას განახორციელებს მუნიციპალიტეტი და ასეთ შემთხვევაში ეს იქნება აბსოლუტურად ხელმისაწვდომი ყველა თბილისელისათვის. მხარს უჭერთ აგრეთვე კაზინოების გატანას დედაქალაქიდან. არის რიგი საკითხები, რომელიც არ არის პირდაპირ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში, თუმცა ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ჩვენი პოზიცია გვაქვს ჩამოყალიბებული. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ახლა მე ძალიან კარგად მახსოვს, რა ვიცი, რაც ჩატარებულა ჩვენთან თვითმმართველობის არჩევნები ყველა და იმდენად ადგილობრივი საკითხები არ გადაწყვეტილა ამ არჩევნებზე, რამდენადაც ეს ზემოქმედებას ახდენდა ცენტრალურ პოლიტიკაზე. თუნდაც ავიღოთ 2002 წლის არჩევნების შევარდნადის დროს, რამაც პრაქტიკულად ქვეყნის ბედი გადაწყვეტა. ამიტომაც ჩვენ აგრეთვე ამ არჩევნებზე მიუხედავად იმისა, რომ ეს თბილისის კომპეტენციას არ ეკუთვნის, გვაქვს ერთი საკითხი, რომელშიც თანამოაზრეები ვართ მაგალითად კონსერვატიულ მოძრაობასთან, რომ უნდა შეწყდეს ქვეყანაში მიგრანტების მიღება დიდი რაოდენობით, მათზე მოწმობების გაცემა, მათზე სამუშაო ვიზების გაცემა
ეხა არიან რაღაცა მოლიბერალო თუ სრულ ლიბერალები, უბრალოდ ლიბერალებში თავისთავად ცუდი არაფერი არ არის, ვინც ამბობს რომ ქსენოფობია არის კაცი რომ გეზიზღება კანისფერის და ვიწრო თვალების გამო და რა თქმა უნდა მსგავსი არაფერი ჩვენ არ აგვაქვს, მივესალმებით ყველას, რამდენი მილიონიც არ უნდა შემოვიდეს ტურისტად და საუბარი არის სამუშაო ვიზების გაცემაზე და ბინადრობის მოწმობების გაცემაზე. იგივე კითხვა მსურასთან, რას პირდებით დედაქალაქს? მოდი ესე ვთქვათ, როგორც გამარჯვების შემთხვევაში, ასევე საკრებულოებში წარმომადგენლობის გაჩენის შემთხვევაშიც. ჩვენი ხედვა თბილისის თვითმმართველობასთან დაკავშირებით არის შემდეგი. პირველი, რაც არ უნდა შედეგი იყოს, აუცილებელია თბილისის მერიაში საფუძვლიანი თავიდან ბოლომდე აუდიტის ჩატარება. ქართული ოცნება თვითონ ამბობს, რომ წინა წლებში 650 მილიონის გათეთრება მოხდა, ოღონდ მარტო ბუტკის დირექტორი დაიჭირეს და სუსის ყოფილი უფროსის ნათესავზე არის ახლა ძებნა გამოცხადებული, რომელიც გაქცეულია, რომელიც მილიონებს იპარავდა ეგერ ბიუჯეტიდან და თბილისის მერიაზეც რა ესე ვთქვათ, ზოგადი ფონიც არის საზოგადოებაში, რამხელა ფულებიც მაქიდან გადიოდა არამართლზომიერად. პირველი რაც არის გასაკეთებელი, ეგ არის თავიდან ბოლომდე აუდიტი. ეგ არის საბაზისო, აი ვინც არ უნდა გახდეს თბილისის მერი, ვინც რამდენი ადამიანი არ უნდა გაიყვანოს საკრებულოში, პირველი რასაც დავაყენებთ ჩვენ და იმედია დამსწრე სხვა პოლიტიკური ძალებიც მაგაში სოლიდარული იქნებიან, ეს არის საფუძვლიანი შემოწმება იმის რად მიდის ხალხის ფული. ეგ ერთი. მეორე, ჩვენ გვაქვს ეგეთი ინიციატივა, რომ თბილისის ბიუჯეტის ნაწილი მაინც უნდა პირდაპირი დემოკრატიის მექანიზმით იმართებოდეს. როგორ შეიძლება ეგრო პრაქტიკაში განხორციელდეს? მაგალითად, თბილისის ბიუჯეტი ახლა არის 2 მილიარდ 300 მილიონის ფარგლებში არის და რა თქმა უნდა, ამის დიდი ნაწილი იხარჯება ისეთ რაღაცებზე, რასაც დიდად ახლა ხმის მიცემით ვერ განკარგავ, ხო? მაგრამ არის ასობით მილიონი, რომელიც იხარჯება ჰუმანიტარულ პროგრამებზე, იხარჯება კულტურულ პროგრამებზე, იხარჯება საგანმანათლებლო პროგრამებზე და აი ამ მიმართულებით, ჩემი აზრით, უნდა იყოს ონლაინ რესურსი, სადაც სხვადასხვა პროექტები იქნება წარმოდგენილი და ადამიანებს, რომლებიც არიან თბილისში რეგისტრირებული, უნდა კონდეთ ამისი არჩევა. საშუალება, რომ თქვან, აი მაგალითად, ჩემი ფული მინდა რომ დაიხარჯოს საგანმანათლებლო პროგრამაზე. ვიღაცას ფესტივალი უნდა რომ ჩატარდეს და ვიღაცას უნდა რომ სწავლა დაუფინანსდეთ წარჩინებულ დაუშვათ მოსწავლეებს ან უნივერსიტეტებში იყოს რაღაცა მხარდაჭერის პროგრამა, ხო? როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს? ხო, შეიძლება ხა კითხვა დაისვას, რომ ლაიქებით ხო არ გადაწყდება რა. საქართველოში უკვე არსებობს ელექტრონული ხმის, ელექტრონული ხელმოწერის პროგრამა. ანუ თქვენ ყველას გაქვთ პირადობის მოწმობა, რიდერში მაგას თუ მოათავსებთ და კოდი შეგყავთ, იურიდიულად იგივე წონა აქვს, რომ მიხვიდეთ და ხელი მოაწეროთ. ამ ინსტრუმენტის ფართო დანერგვა უნდა მოხდეს და ხმის მიცემით უნდა გადაწყდეს ხალხის ფული, რაში იხარჯება და მესამე ეს არის, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო უკიდურესად ნეგატიური მდგომარეობა. ჩვენ ვემხრობით, რომ უაზრო ჯარიმები და ზონალური პარკინგი უნდა გაუქმდეს, ხელოვნურად არ უნდა შეუქმნათ იმ ხალხს, ვინც ავტომობილით გადაადგილდება ქალაქში პრობლემები. თუ გვინდა, რომ ხალხი გადავიდეს მუნიციპალურ ტრანსპორტზე, ეგ მუნიციპალური ტრანსპორტი უნდა გახდეს კარგი. ამისთვის ჩვენი ხედვა გვაქვს, რომელზეც აუცილებლად მე უფრო ჩავშლი და ვისაუბრებ, მაგრამ საცობების გარეშე თბილისი, უკეთესი საცხოვრებელი გარემოს მქონე თბილისი, სადაც შენ მიიღებ გადაწყვეტილებას, რაში იხარჯება შენი ფული, ეს არის, რასაც ვპირდებით ჩვენ საუნდტრეკს. კი ბატონო სანდრო, თქვენთანაც იგივე კითხვა გვექნება, რას პირდებით დედაქალაქს იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მერობის კანდიდატი გაიმარჯვებს, ისევე როგორც საკრებულოებში გაჩნდება გირჩის წარმომადგენლობა. პირველ რიგში ჩვენ დედაქალაქს, ანუ თბილისს უყურებთ როგორც დიდ მომავალში დიდ მეგაპოლის, რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრს.
ჩვენ არ გვინდა რომ თბილისის სოფლად ვაქციოთ ან სოფლად დავტოვოთ. ამიტომ მაგალითად ჩვენ არ მივიჩნევთ რომ ტრამვაი უნდა აღდგეს ქალაქში, იმიტომ რომ ტრამვაი არის პატარა ქალაქების ტრანსპორტი და დიდ მეგაპოლისში ჭირდება მეტრო. ჩვენ მივიჩნევთ რომ ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა უნდა იყოს აგებული იმ პრინციპით რომ ეს ქალაქი სულ უფრო გაიზრდება და ამიტომ ის უნდა იყოს ერთი მხრივ უფრო მდიდარი, დიდიც, მეტი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ ეს ცხოვრება უნდა იყოს კომფორტული. და ტრანსპორტის შემთხვევაში მაგალითად ჩვენ გადავხედავთ რომ რუსთავიც და მცხეთაც ზოგადად ეკონომიკური თბილისის ეკონომიკური სივრცის ნაწილია, ამიტომ არ შეიძლება რომ ეს ქალაქები არ იყვნენ ტრანსპორტ ინფრასტრუქტურულად მიბმული თბილისზე წესიერად, ამიტომ მეტრო რუსთავამდეც უნდა მიდიოდეს და არა მარტო თბილისის სხვა რაიონებში. როცა საუბრობთ ახალი корпуსების აშენებაზე, რაც უფრო მეტი ადამიანი შემოვა, მით უფრო მეტი корпуსი იქნება საჭირო, რაც უფრო ხალხი გამდიდრდება, მით უფრო მეტი корпуსი იქნება საჭირო, იმიტომ რომ დღემდე რამდენი ახალგაზრდა ცხოვრობს თავიანთ მშობლებთან და თუ ეს ოჯახი გამდიდრდება, ბუნებრივია ახალგაზრდებს უყიდიან ბინას და სად უყიდიან ამ ბინას? აი, როცა გავიხედოთ, რა ვიცი, დიდი დიღმის მიმართულებით, გლდანის, თუნდაც სამურთალოს, ხო ფაქტობრივად უარესდება მდგომარეობას, უფრო და შორს შენდება ახალი корпуსები. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები კიდევ უფრო შორი მანძილიდან ივლიან ცენტრისკენ, კიდევ უფრო მეტი საცობი გაჩნდება, კიდევ უფრო მეტი პრობლემა იქნება ინფრასტრუქტურის. ჩვენ ამის ნაცვლად მივიჩნევთ, რომ ძველი ამორტიზირებული საბჭოთა корпуსები უნდა ჩაასვლეს ახალი მაღალსართულიანი корпуსები და ერთადერთი მიზეზი რატომ არ ხდება ეს არის რომ მერია ზღუდავს ამას და ებრძვის თანამედროვე სადავჯენების აშენებას, მაგალითად, ვაჟა-ფშაველას ირგვლივ კვარტლებში, სადაც 4-5 სართულიანი корпуსებია და იქ შეიძლება თავისუფლად აშენდეს სადავჯენები და უამრავი корпуსების გამოთხოვა მეტროსადგურები გადის და ამიტომ არ შენდება. კი, არა, იქ ანე ტექნიკური პრობლემა ამის არ არსებობს და ეს ერთ-ერთი შეზღუდვა რომ მერიას არ უნდა რომ იყოს მაღალი корпуსები. იგივე არის პარკინგებზე, მერიას არ უნდა რომ იყოს საპარკინგის სივრცე და ამით ებრძვის მანქანებს და ფაქტობრივად მთელი დღევანდელი პოლიტიკა არის ის რომ ხალხი იძულებით გადასვლან ავტობუსებში, გაანთავისუფლონ გზები და მერე თვითონ იარონ საშვიანი მანქანებით იქნება თუ უბრალოდ ის ხალხი, ვისაც ფუფუნება აქვს, ზოლი ყავდეს და არ იყოს მიბმული საპარკინგი ადგილის ძებნაზე, თვითონ იარონ სარეალ გზებზე. ჩვენ პირიქით მივიჩნევთ, რომ ადამიანი რომ დიდდება, მას უშდება სული იყიდოს მანქანა. და ამიტომ მანქანით გადადგილება უნდა იყოს კომფორტული, და უჭირდება ხიდები, და უჭირდება ესტაკადები, უჭირდება საპარკინგი ადგილები და გასაგებია რომ ადამიანს თუ უნდა გადადგილდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ეს შესაძლებლობა უნდა ქონდეს, მაგრამ მას ასევე უნდა ქონდეს შესაძლებლობა კომფორტულად გადადგილდეს მანქანებით. აი ეს არის ძირითადი მიმართულებები და ბოლო რამდენიმე წამში ვიტყვი რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თბილისის არის ულამაზესი ბიუროკრატია, რომელიც გაზრდილია ქართულ ოცნების პირობებში და მათ შორის საკრებულოს მეშვეობით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისელებს, განსაკუთრებით ჩვენ ამორჩეულს მაქსიმალ შევსუბუქოთ ეს ბიუროკრატიული ტვირთი, რომელიც თბილისში ახლა არსებობს. კი ბატონო, პრინციპში მეკითხვები ამ ეტაპზე თქვენთან აღარ მაქვს, უბრალოდ მაყურებელს ვეტყვი იმას, რომ YouTube-ის ლინკზე თუ გადახვალთ, ან თუ უყურებთ YouTube-ზე გადაცემას, აქ დაემატა გამოკითხვა, რომელიმე რობის კანდიდატს აძლევთ ხმას, ზურაბ მახარაძე, იაგო ხვიჩია, კახა კუკავა, ის კანდიდატები, რომლებიც და ის პარტიები უბრალოდ რომლებიც ჩვენთან დებატების ფორმატში მოვიდნენ, უბრალოდ ჩვენც გვყავს როგორც აღმოჩნდა საეთეროში Deep State-ის მიერ ჩანერგილი ერთი კაცი და ამიტომ აქ კახა კალაძეც დაგვიმატა და კახა კალაძის ღილაკსაც, რა ვიცი, შეგიძლიათ სურვილი შემთხვევაში დააჭიროთ ხელი. რაც შეეხება დებატების ფორმატს, ეს ნაწილი შეგვიძლია გავაგრძელოთ უკვე ერთმანეთთან კითხვა-პასუხის რეჟიმში, ანუ კითხვის დასასმელად გექნებათ ნებისმიერ კანდიდატთან 30 წამი და შემდეგ პასუხის გასაცემათაც ანალოგიურად 3 წუთი იქნება დრო დათმობილი. თქვენ ირჩევთ, ვის დაუსვამთ კითხვას, რომელ კანდიდატს და რა თემაზე. ისმენთ ბატონო, თქვენ ვის დაუსვამთ კითხვას? კი ბატონო, მე ავიღებ ჩემი საარჩევნო პროგრამი და ნებისმიერ საკითხს და უბრალოდ შევეკითხები, ან იზიარებენ თუ არა ჩემი კოლეგები თუ ოპონენტები ამ შემთხვევაში, ან თუ არ იზიარებენ თვითონ როგორ ხედავენ ამ საკითხის გადაწყვეტას. ჩვენი პარტია ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ბოლო წლების მანძილზე ყველა მიცეს საბანკო კრიზისის წინააღმდეგ პოლიტიკა. ჩვენ ვამბობთ, რომ არ უნდა ქონდეს ბანკებს ადამიანის გამოსახლების უფლება, აგრეთვე იძულებითი აუქციონები შეზღუდული უნდა იყოს და არ უნდა ხდებოდეს ნულოვან აუქციონებზე გამოტანა და შეზღუდული უნდა იყოს სესხზე პროცენტი. აი ეს არის ჩვენი მიდგომა ამ კრიზისის მოგვარების მიმართ და რამდენად იზიარებენ ან არ იზიარებენ, ან შეიძლება თავის მოსაზრება ქონდეს. ეს კითხვა ორივესთან თუ მხოლოდ ერთთან? სრულიებთან. ორივესთან.
კი ბატონო, რაც შეეხება ხა გამოსახლების აკრძალვას, ეგ არის გარკვეულ პრობლემასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ არის სიტუაცია, როცა ერთი კერძო პირის და მეორე კერძო პირის შორის დავა არის და შეიძლება ეგ გავრცელდეს ისეთ კონკრეტულ кейსებზე, როცა არის ეგეთ შემთხვევები, რომ ერთ ადამიანს მაგალითად დაუტოვეს მემკვიდრეობაში ბინა, მეორე ადამიანი ცხოვრობს იქ და ეს თავისთავად კუთვნილ ბინას ასე ვთქვათ შეგაწყვეტილებული შემიბრალია შეკითხვაში უნდა მეთქვა საუბარი არის მხოლოდ სასესხო ურთიერთობები, გამოსახლება რა თქმა უნდა სხვა ურთიერთობები. ხო, ანუ არის, ამიტომ მან საკმაოდ ისეთი პრობლემატური თემა არის ეგ და რა თქმა უნდა ძალიან კაი არის ეგ უბრალოდ თქვა რომ გამოსახლება უბრალოდ დაუკრძალოთ, მაგრამ ჩემი აზრით მან ბევრად უფრო მარტივი და სწორი მიდგომა არის რომ საბანკო სექტორი ისე რეგულირდებოდეს, რომ არ მიდიოდეს მაგ მდგომარეობამდე მასიურად საქმე. რა თქმა უნდა, გარკვეულ სიტუაციებში მაინც მივა, მაგრამ ქართული საბანკო სექტორის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ რადგან საქართველოში არის რაღაცა ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ინვესტორის კულტი, აქედან გამომდინარე და ეს საბანკო სექტორის თავიდან ბოლომდე მე შეკრულია ხელისუფლებასთან და მაქსიმალურად მაგათვის კომფორტული საკანონმდებლო პირობები არის და მან არ არის საშუალება მაგალითად რომ სხვა მოთამაშეებიც შემოვიდნენ, თავის ხალხზე არის გადანაწილებული და მათთვის ყველაზე კომფორტული გარემოა შექმნილი. ამიტომ იქნება სიტუაცია, როცა არის უაზროდ გაბერილი კრედიტები, პროცენტი და ხალხისგან ამ ფულის ამოქაჩვის მექანიზმი მიდის მარაზმამდე. მაგალითად, თუ ვინმეს პირადად შეეხვეს ბანკების თავგასულობა, ვართ კონკრეტულად ჩვენი პარტია. პოლიტიკური შეხედულებების გამო ჩვენ პირადად ბანკები არ გვიხსნიან ანგარიშებს. მაგალითად, არც საქართველოს ბანკი, არც TBC ბანკი არ გვემსახურება. და რომ მიდიხარ და რო ეკითხები, რომ აი რატო არ გვემსახურები, კანონმდებლობაში გვიწერია, რომ ახსნა განმარტების გარეშე შეგვიძლია არ მოგემსახუროთ. და ნუ ეხლა თელ პოლიტიკურ პარტიასთან ეგეთი მიდგომა რო აქვს TBC ბანკს და მის დამფუძნებელს პარტია აქვს, ხო, ეხლა ეგ შეიძლება ჩვეულებრივად ინტერპრეტაცია გააკეთო, რომ პოლიტიკური ნიშნით მისი კომერციული სტრუქტურა არ მემსახურება, ხო, მაგრამ სამართალს ვერ იპოვი, იმიტომ რომ კანონი ისეა დაწერილი, რომ მე მაგაზე ვერც ვუჩივლებ. და გასაგებია ეხლა, რომ თუ აქ კანონები არ შეიცვალა და ჩვეულებრივმა ადამიანმა ვერ შეძლო სამართლის პოვნა ბანკებთან დავაში, ესეთ სიტუაცია გვექნება და მე მაგის შედეგად ხდება უკვე უაზროდ გაბერილი პროცენტების შედეგად ამ ბანკების მონოპოლიური და მთავრობასთან ინტეგრირებული ბუნების შედეგად ხდება ის რაც ხდება და საბანკო სექტორში კიდე ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ქვეყნების უმეტესობაში, მათ შორის აი დასავლეთში არის რეგულაცია, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობის მიმართულებით შეზღუდვები აქვთ, ანუ ვიზეც გასცემენ კრედიტებს, აი სამშენებლო სექტორი იქნება თუ რამე სხვა, იქ თვითონ არ უნდა კონდეს იგივე სტრუქტურას ფირმა, იმიტომ რომ მე ავტომატურად ბიზნეს კუთხით კონფლიქტი იჩნდება, ხო? საქართველოში ეგ არ არის რეგულირებული, ანუ TBC ბანკ შეიძლება კონდეს იქ ინტერესები დაუშვათ სფეროში, რომელსაც აკრედიტებს და სხვადასხვა მიდგომა აქვს მე საკუთარი სტრუქტურების და სხვა სტრუქტურების, ანუ მონოპოლია არის მან თავარი პრობლემა. კი ბატონო სანდრო, იგივე კითხვა თქვენთანაც, რაც ოპონენტმა დასვა. უბრალოდ ეს თემა საკმაოდ პოპულისტურია, იმიტომ რომ როცა გამოსახლება მიდის, ყველა აქცევს ყურადღებას იმ ტრაგიკულ მომენტს, როცა ადამიანს ასახლებენ, მაგრამ არ აქცევენ ყურადღებას რა ხდებოდა მანამდე. და მანამდე იყო კონტრაქტი და იყო ვალი და მორალურ თვალსაზრისით ვალი უნდა დააბრუნონ. და თუ რამე ფუნქცია აქვს მთავრობას ზოგადად იმ ბევრი ფუნქციებიდან ზოგადად რაც მთავრობებს აქვთ ხოლმე და რომელიც შეიძლება გამართლებული იყოს, ეს არის კონტრაქტის აღსრულება. ერთი წუთი შეგაწყვეტინებთ, მე დროსაც გავაჩერებ და ბატონ კახასთან მოდი დავაზუსტოთ კითხვა. ეს გამოსახლება ეხება მხოლოდ ვალების ნაწილს, ეს გამოსახლება ეხება უკანონოდ თქვათ, როგორც ეთქიან, უკანონოდ შეჭრილობას. ეს ეხება მხოლოდ ვალების ნაწილს და მე თავიდან ვთქვი, რომ ვალი რა თქმა უნდა დაბრუნდეს, ვიკითხე კომპონენტები, რომ პროცენტის რეგულირება, გამოსახლებების აკრძალვა და აუქციონი ნულოვანი აუქციონების აკრძალვა. კი ბატონო, გავაგრძელოთ. ამიტომ როცა ადამიანმა აიღო ვალი და გარანტია თავისი უძრავი ქონება ჩაადო და ვალი ვერ დააბრუნო, გასაგებია რომ ეს ქონება უნდა დაკარგოს. მეორე საკითხია უბრალოდ რაც პრობლემურია და ეს
ეს პროცესი არანაირი კითხვა ზოგადად არ აჩენს და არ უნდა აჩენდეს. იმის ნაცვლად რომ ამ რაღაც პოპულისტურად თქვათ რომ მოდით ხალხი არ გამოვასახლოთ, მოდი დავფიქრეთ საიდან ჩნდება ეს პრობლემა და ეს პრობლემა ორი კომპონენტისგან შედგება. პირველი, რომ ქვეყანაში არ გვაქვს სანდო სასამართლო. ჩვენ რომ გქონდეს სანდო სასამართლო, სადაც მოსამართლე მართლა ავტორიტეტით სარგებლობს და ის თუ დაადგენს რომ ვინც ვალი აიღო, არაკეთილ სინდისიად მოიქცა, დაიქერავა ეს ადვოკატი, რომელიც გაუწელა საქმეს 3 წლით, ხელოვნურად უბრალოდ ვალი არ გადაიხადოს და ფაქტობრივად ვინც ვალი გასცა, კრედიტორი ის ასე ვთქვათ, დაჩაგრა ამ შემთხვევაში, ხო? და როცა მოსამართლე ასე თუ ამ საკმაის ავტორიტეტით ფლობს, მაშინ არანაირი პრობლემა არ ექნება თუ ვინც ვალი აიღო, ფული დაკარგა და ამ უზრავი ქონება დაკარგა. მაგრამ როცა ჩვენ მოსამართლეები ყავს ისეთ როგორც ყავს, აი მრუსიძის სასამართლოს რო ვეძახით, რომელიც თვითონ არავინ პატვისმათ არცევს. შეუძლებელი ასე დავა იყოს ნორმალურად გარჩეული და მე იწყება რომ მოსამართლეს არავინ არ ენდობა, ადვოკატები ასე ვთქვათ ცდილობენ მაქსიმუმ გაუწელონ საქმე რომ ადამიანი არ გადაიხადოს, მე ის ვინც სესხი გასა ისიც ბრაზდება და ცდილობს რაიმე ხერხი იპოვოს რომ ხალხი გამოასახლოს არჩევა სწრაფად და ეს იმის ნაცვლად კონფლიქტი მოგვარდეს, კონფლიქტი ღვივდება და კიდევ უარესი ხდება. ეს ერთი ნაწილია ამ პრობლემის. ამიტომ სანამ სასამართლოს არ ეშველება, კონფლიქტები ვერ მოგვარდება. სასამართლო იმიტომაც გჭირდება რომ კონფლიქტები კონფლიქტები მოგვარდეს და ჩვენ თუ იმის ნაცვლად რომ სასამართლოზე ვიზრუნოთ, დავიწყებთ რომელიღაცა მხარეს, რომელიც შეიძლება უფრო საყოველთაოდ გამოიყურება, ან უფრო საცოდავად გამოიყურება და ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერით, მას პრობლემას მარტო გავაღვივებთ და ადამიანებს არ ვაჩვენებთ თუ რა არის რეალური პრობლემა და შეიძლება ცალკეული ადვოკატისთვის ეს ნორმალურიც იყოს, ფულის წყაროც იყოს, მაგრამ პოლიტიკურად არ შეიძლება ასეთი აქცენტების გაკეთება. მეორე ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ახლა მიკითხა, ეს არის საპროცედო განაკვეთები და ყველაზე ცუდი რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა შეზღუდოს საპროცედო განაკვეთები კანონის მეშვეობით, იმიტომ რომ საპროცედო განაკვეთები მაღალია ჩვენ ქვეყანაში ეროვნული ბანკის დამსახურებით. და დამსახურება ეს არის ის, რომ ეროვნული ბანკი ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს. 23 წელს 6 მილიარდი ლარით გაიზარდა ფულის მასა ჩვენ ქვეყანაში. 6 მილიარდი ლარი გაჩნდა, ხვდებით? და როცა 6 მილიარდი ლარი გაჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ლარი უფასურდება. ახლაც თუ დააკვირდებით, ინფლაცია პირდაპირ უფრო მაღალია უკვე თვეების მანძილზე, ვიდრე თვითონ ეროვნულ ბანკს თავის თავს დაუწესა და სულ რამდენიმე წელიწად ნახევრის წინ ინფლაცია ორნიშნაც კი ჰქონდა. ამ პირობებში არავინ არ გასცემს ვალს 2%-ში და 3%-ში. ყველას გვინდა ისეთი სესხი როგორც ევროპაში, მაგრამ თუ ფასი მიზდება 10%-ით წელიწადში, ვინ გასცემს სესხს 2%-ში? თქვენ ხო არ გასცემდით ამას. ამიტომ ჩვენ თუ გვინდა რომ საპროცედო განაკვეთი დაბალი უნდა იყოს, თავრობას კი არ უნდა მივმართოთ რომ დაწიეო, არამედ ეროვნული ბანკი შევზღუდოთ, რომ ეროვნული ბანკი არ დაბეჭდოს ფული. თუ არ დაიბეჭდება ლარი, მაშინ ლარი არ გაუფასურდება. თან როცა ინფლაცია იქნება სტაბილური და ძალიან დაბალია და ნულთან ახლოს, მაშინ სესხის გაიაფდება. სესხი გაიაფდება და ბევრ ადამიანს გაუჩნდება შესაძლებლობა სესხი მოემსახუროს, მას არ გაუჩნდება პრობლემა ვალის დაბრუნების და არ გაჩნდება საბოლოო ჯამში გამოსახლების საჭიროებაც. ამიტომ ყველა პრობლემა დადის სასამართლოზე და ეროვნულ ბანკზე და მე მგონი ეს არის თავარი ფოკუსი, რაც უნდა გავაკეთოთ, თუ არ გვინდა რომ ეს გამოსახლების ეს ტრაგიკული შემთხვევები დადგეს. კი ბატონო. სურას კითხვა ოპონენტ. და თქვენ თუ სურთ დამატება? ჩემი კითხვა არის ეგეთი. თქვენი აზრით რა არის თემა და რა არის საკითხები, რაშიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა იმ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, იმ სხვადასხვა პლატფორმების და იდეოლოგიების მიუხედავად შეიძლება რომ ერთმანეთს ზოგთან მეტად ზოგთან ნაკლებად, მაგრამ რა არის თემები, რაზეც შეიძლება რომ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკრებულოებში საერთო დღის წესრიგი შექმნა. ანუ რაში ხედავთ იმ კონკრეტულ თემებს, რომელზეც შეიძლება რომ კონსენსუსი შედგეს. ორივესთან არის ეკითხვა. კი ბატონო, გამომდინარე იქიდან რომ მეორე დებატებში მონაწილეობთ ერთად, დაგროვილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აი პარკირებაზე მაგალითად ძალიან წააგავს და პრინციპში ტრანსპორტზეც მე მგონი გირჩევის პოზიციაც ეგეთი არის, რომ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელშეწყობა. ეს რაც ითქვა. ამის გარდა ეხლა მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ზოგადად ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა არ არის შეუძლებელი, განსხვავებული შეხედულება რაზეც გვაქვს იმ საკითხებზეც კი კომპრომისი რომ მოიძებნოს, თუ ამისი სურვილი არის. მე არ ვჯერა არასდროს რომ იდეოლოგიური განსხვავებების გამო რაიმე საკითხზე
არ შეიძლება კომპრომისული ვარიანტის და საღიაზრეს მოძებნა. უბრალოდ დღეს ამას ხელს უშლის ის გარემოება, რომ ამის საჭიროება არ არის ხელისუფლება, რომელიც ფლობს ყველაფერს 100%-ს, რატომ უნდა ველაპარაკო ვინმეს თუ ისედაც ყველაფერი ჩემია. თუ იქნება ის ჯანსაღი კლიმატი, რომ ქართული ოცნება აბსოლუტურ უმრავლესობას დაკარგავს რიგ საკრებულოებში, მასთანაც შესაძლებელი იქნება ჩემი აზრით ასეთი დისკუსია და აი კონკრეტული საკითხებიდან ეხლა მე მგონია რომ იმდენად ყველას ყელში ამოუყვანა კალაძემ ეს პარკირების პოლიტიკა, რომ თბილისელებს თბილისში მანქანა რო დააყენოს იმ ადგილზე, რომელიც არ არის სპეციალური პარკირების ადგილი, უბრალოდ დაახატეს ეს, თორე არ არის ხელოვნურად შექმნილი. ამ საკითხზე მე თუ სწორად მახსოვს ჩვენი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. კი ბატონო სანდრო. ჩვენ ისტორიულად ზოგადად ერთი პრინციპი გვაქვს. ჩვენ არ თანამშრომლობთ პერსონიფიცირებულად, ჩვენ პერსონალურად თანამშრომლობთ იდეების ირგვლივ. და იმდენ რამდენადაც ჩვენი პოზიციები დაემთხვევა კონსერვატორების პოზიციას, ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ საკრებულოში, როგორც მაგალითად პარლამენტში ვითანამშრომლებთ, რა ვიცი, ქართულ ოცნებასთან თუ ნაციონალურ მოძრაობასთან, თუ ის საკითხები დადგებოდა, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ნუ ეხლა ასევე დაგროვილი ინფორმაციით მე არ მგონია რომ კონსერვატორები პრინციპულად წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ თუ დადგებოდა საკითხი ხიდების აშენების მაგალითად თბილისში ან მაგალითად რომ დაეყენებინათ საკითხი პარკირების ადგილების შექმნის გამარტივების რა ბიუროკრატიული წნეხის მოხსნის და შემდეგ თუ ამას დააყენენ კონსერვატორები მე არ მერტიმა პრობლემა რომ ჩვენი საკრებულოს წევრი თუ დაუჭერს ასეთი ინიციატივას ხარს ზოგადად ჩვენ მარტივი პრინციპი გვაქვს თბილისის შემთხვევაში მაგალითად თუ ავიღებთ მე უბრალოდ ვთქვი თბილისი ჩვენთვის პოტენციურად დიდი ეკონომიკური ცენტრია. არის საკითხები, რომელსაც ხელს უწყობს ამ ცენტრის განვითარებას, მაგალითად მეტროს გაყვანა, მათ შორის რუსთავი რო გავაერთიანოთ მეტროთი თბილისთან და არის რაც ხელს უშლის, მაგალითად ტრამვაის დიღომში გაყვანა, იმიტომ რომ გადაჭრის ისედაც ქალაქს და კიდევ უფრო მეტ საცურებს გააჩენს. ამიტომ იმდენად რამდენიც ის საკითხები იქნება დღის წესრიგში, რომელიც ხელს უწყობს, რომ ეს იყოს განვითარებული მდიდარი და ამასობაში კომფორტული ქალაქი, ჩვენ ამას ხარს დაუჭერთ. მიუხედავად ისე ვინ იქნება ინიციატორი და თუ იქნება კონსერვატორები შვენიერი. იმდენად რამდენიც ამას წინააღმდეგობაში მოვა და მაგალითად, რა ვიცი, მაგალითად მე ვერასდროს ვერ დაუჭერ კახას ინიციატივას, რომ არ გასცეს შენებლობის ნებართვები და არ გაჩერდეს შენებლობები. ვერ დაუჭერ რაღაც წინააღმდეგობას, რაღაც მაგალითად გაჩერდეს გზების შენებლობები ან რაღაც ასეთი თუ რაღაცას დიდები გაჩნდება. ამიტომ ჩვენ არ გამოვიცხათ არასდროს არავისთან თანამშრომლობას, ჩვენ არ გვაქვს პერსონალური პრობლემები, ჩვენ ყოველთვის გვაქვს იდეოლოგიური პრობლემები. თუ იდეოლოგიური და პრინციპული წინააღმდეგობა არ გვაქვს, ჩვენ სიამოვნებით თანამშრომლობთ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან. კი ბატონო, თქვენი კითხვა ოპონენტებს. სხვა კითხვა შემიძლია დავსვა? კი, ეგ თქვენი ნებავის. კახასთან მე ის კითხვა მაქვს, რომელიც წინა დებატებზეც ჰქონდა, თუ შენებლობის ნებართვები არ გაიცემა და რომც დაუშვათ, რომ დიდი შემოდინება არის ადამიანების. რა დაემართება იმ ხალხს, ვინცაც უნდა რომ თბილისში მოვიდეს. და მეორე იმ ხალხს, ვინცაც ეხლა მაგალითად ჭიდრო ცხოვრობს, აი რა სახლი ბინა აქვს, თქვა, რა ვიცი, 60-ხიანი ბინა, შეიძლება დიდი ოჯახი ცხოვრობდეს, ახალგაზრდებით, ბავშვებით, რაღაც და თქვა, რა ვიცი, 5-6 ადამიანი იბშოვეს ფული, აიღეს სესხი, თუნდაც ბანკში, ემსახურებიან, აქვს შესაძლებლობა. და უნდათ იყიდონ ბინა. თუ ახალი არ შენდება, ეს ხო მათთვის გააუარესებს მდგომარეობას. როგორი იქნება თქვენი პასუხი ამ პრობლემაზე მაშინ? მე მგონი საგამონაკლისო შემთხვევაზე არ არის საუბარი, მე წინა გადაცემაში ვთქვი და ეხას რა ხთუ საუბარი არის იტალიურ ეზოებზე და მსგავს რეაბილიტაციო პროექტებზე, ეს შეიძლება იყოს საგამონაკლისო შემთხვევა. ზოგადად რაც შეეხება იმას, რომ მოთხოვნა არის, რომ ყველას უნდა თბილისში, რა ვიცი, ბრიტანეთში შეიძლება ყველას უნდა ლონდონში, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ თბილისში არ უნდა გაიზარდოს საცხოვრებელი ფონდი. ნებისმიერ პროდუქტს აქვს საბაზრო ღირებულება, თბილისში საცხოვრებელ ფართს აქვს საბაზრო ღირებულება, რომელიც უფრო მეტია ვიდრე სხვა ქალაქებში. დღესაც ასეა, წარსულშიც ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება, რომ ვისაც ექნება ამ ღირებულების დაფარვის საშუალება, ის იცხოვრებს თბილისში, ვისაც სხვა ქალაქში ექნება ღირებულების დაფარვის საშუალება, იცხოვრებს სხვა ქალაქში. ეს ყველგან ასე არის და ყოველთვის ასე იყო. რა ვიცი, თბილისში შეიძლება რომ ეხლა მაგალითად თბილისში აშენდეს იმდენი სახლი 3 მილიონ კაცზე ან 3 მილიონ ნახევარზე გათვლილი, რომ ყველა ჩამოვიდეს თბილისში. იმ დათვლით რომ ეხლა რასაც თქვენ ამბობთ, რომ ყველას უნდა თბილისში ცხოვრება. გარდა ამისა, მე მგონია რომ ეგ არც ეგრე საკითხის დაყენება არ არის სწორი, რომ აქ უნდა ჩამოვიდეს დაუშვათ რომელიღაც რაიონიდან ადამიანი და მისი ცხოვრება გაუმჯობესდება. სულაც არ მგონია რომ მისი ცხოვრება უმჯობესდება პირიქით.
რაც უფრო ქვეყანა არის განაწილებული სხვადასხვა ლოკაციებზე და ქვეყანაში სხვადასხვა გეოგრაფიული ერთეულები ვითარდება და სხვადასხვა ეკონომიკური ცენტრები აქვს, მით უფრო კომფორტული არის ქვეყანაც და ქალაქიც და ძალიან კარგად ვიცით ჩვენ რომ საქართველოში თბილისის გარდა აი ბათუმში არის დაუშვათ ეკონომიკური აქტივობა, დანარჩენი ყველა ტერიტორიული ერთეული და დანარჩენი ყველა მუნიციპალური ცენტრი არის პრაქტიკულად ეკონომიკურად მკვდარი და არანაირი აგრარულის გარდა ფუნქცია არ აქვს და პირიქით მე ვფიქრობ რომ უნდა მოხდეს სხვა ქალაქებში, ასე ვთქვათ, იმისი მხარდაჭერა, რომ იქ განვითარდეს საცხოვრებელი ფონდები და არა თბილისში. აღარ გავაგრძელებ ახლა ამას ყველა ლაპარაკობს და რომ არ გავიმეორო, ისედაც ყველა მიცის, რომ ყველაფერთან ერთად ამას აქვს თავისი გარკვეული გეოგრაფიული მიზეზიც, რომ თბილისის რელიეფიდან გამომდინარე, აქ ფართობში ქალაქის განვითარება არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ასე ვთქვათ განში წავიდეს და არც იმის საშუალებას იძლევა, რომ აქ იქნეს ისეთი ტიპის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა განვითარებული, როგორც იმ ქალაქებში, სადაც უფრო ასე ვთქვათ, ბრტყელი და დაბლობი არის, ეს ველოსიპედებსაც ეხება და საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. ამიტომ მე ვფიქრობ, თბილისი იქნება ბევრად უფრო კომფორტული, თუ მილიონ 200,000 ფარგლებში იქნება და 2 მილიონიანი თბილისი, მე პირადად ესე მგონია და მარტო მე არ მგონია ეს იქნება უფრო და უფრო ეკოლოგიური თვალსაზრისით და სატრანსპორტო თვალსაზრისით კოლაფსი თბილისელებისთვის. მარტივი კითხვა მექნება იმ ბიუჯეტის განაწილებაზე. როგორ რა მექანიზმია, რომელიც დაგიცავს პირობითად გლდანის დიქტატისგან. აი წარმოგიდგენთ, რომ საკითხი დავაყენოთ, სად დავაშენოთ სკვერი. სკვერი რაც არა შენდება კწანიში ან თაწმინდაზე ამ შემთხვევაში. გლდანი ყოველთვის გაიმარჯვებს. გლდანი თუ არა, ის რაიონები, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ხო, კწანიში ახლა ცოტა ცხოვრობს, ყველაზე პატარა რაიონია და თაწმინდაც და ამ შემდეგ, ხო? რა მექანიზმი არსებობს, რომ აი ესეთი დისპროპორცია არ მოხდეს. როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ხდება ხოლმე, ხა თბილისში რო უწყვეტდეს საქართველოში საწავიდეს, თბილისში წავა ყველაფერი და მიდის კიდეც ხშირად. მან არის ძალიან ესეთი ზოგადი ფილოსოფიური დილემა, ხო? როგორ უნდა დარეგულირდეს დემოკრატია, რომ რაღაცა დაუკრეფავში არ გადავიდეს და არ გადავიდეს ოხლოკრატიაში, ანუ ბრბოს მართლობაში, ეგ ჯერ კიდე ძველი ბერძნების მერე არის ეგეთი, ისა ხო, გლდანის დიქტატურა, არ ვიცი რამდენად დამყარდება აქ, მაგრამ ან გლდანს რას ვერ ჭით, მაგრამ მან არის ეგეთი ესეთი პრინციპი რა, რომ არის რაღაცა საბაზისო თემები, რაც შეიძლება რომ და შეიძლება კი არა აუცილებლად უნდა გადაწყვიტოს მერიამ და საკრებულომ, ანუ მან არის აუცილებელი სპეციალისტების, ანუ მელიტოკრატიული აპარატის მოქმედება. ხა მელიტოკრატია რამდენად გვაქვს ხა ძალიან საეჭვო არის, მაგრამ ისე წესით სპეციალისტები უნდა წყვეტენ. მაგრამ მე რაზე მქონდა ეს საუბარი, აი დავუშვათ თბილისის ბიუჯეტში არის გამოყოფილი საკმაოდ დიდი ასეულობის მილიონი ლარი კულტურულ ღონისძიებებზე რა. და ეხლა ამ თბილისელებს რო ვკითხოთ, მაგათ მართლა თბილისობაში უნდა თამაში დახარჯვა, თუ ეხა როგორც ხდება ქართული ოცნების მიმართ ლოიალური მომღერლების გაუგებარი ხელფასებში უნდათ ეს წავიდეს, თუ შეიძლება მაგ ხალხმა თქვას, რომ რავი, არ მინდა მაგისი ვითომ მომღერლებში გაშვება და აგერ ბავშვებს სასწავლო პროგრამები დაუფინანსოთ. ანუ ეს რა თქმა უნდა, რასაც მე აღვწერ, ეგ არის ნაწილი მარტო ბიუჯეტის, მაგრამ ეგ არის ზუსტად ის ნაწილი, რომელზეც მთლიანად თბილისი ერთიანად მიიღებს გადაწყვეტილებას და მე მგონია, რომ ბევრად უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, ვიდრე ეს რაღაცა აპარატი, რომელიც მაგ ფულს იყენებს ხოლმე თავისი პირადი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მისდამი ლოიალური ხალხის დასაკმაყოფილებლად. კულტურის სფერო იქნება, სპორტული სფერო იქნება თუ ასე შემდეგ. ამიტომ მე მგონია, რომ მან სწორი მენეჯმენტი მაგ პრობლემას კარგად აგვარებს. კი ბატონო, მაშინ გადავიდეთ მაყურებლის კითხვებზე და პირველ კითხვას წავიკითხავ, რომელიც დიდი ალბათობით ყველაზე მეტად მიესადაგება ბატონ სანდრო რაქვიაშვილს, იმიტომ რომ ეხება უფრო მეტი ვთქვათ სახლების აშენებას, მეტი კორპუსების და ასე შემდეგ. მოკლედ მაყურებლის კითხვა ასეთია. ცნობილია, რომ თბილისის კომუნიკაციების სისტემა, წყალი, კანალიზაცია, ელექტროენერგია და გაზმომარაგება ვეღარ უძლებს დატვირთვებს დიდი მასშტაბით მრავალსართულიანი სახლების მშენებლობების გამო, ასევე ამ სახლების არქიტექტურა შეუსაბამოა თბილისის ლანდშაფტისათვის. როგორ შეიძლება ახალმა მერმა ეს საკითხი მოაგვაროს?
პრობლემა კომუნიკაციების წყალი რო ავიღოთ ან დენი რომელიც უბრალოდ მართლა გასაკუთრებით ამ ზაფხულს აი წარმოუდგენელ მასშტაბს მიაღწია არის პრობლემა იმის რომ ეს ყველაფერი მონოპოლიურად ჩაბარებული აქვს თარობას GVP იქნება ეს თუ თელას და მათ არანაირი სტიმული არ აქვს რომ წყალმომარაგება იყოს ადეკვატური და მეტიც როცა რაღაც მაგალითად დენი წყდება ან წყალი წყდება ყველა შემთხვევაში ეს კომპანია შეიძლება თარბამ დააჯარიმოს და ეს ჯარიმები მიდის მერე ბიუჯეტში. და წამოიგინეთ რომ ეს ყველა აბსურდია, მე არ მაქვს წყალი, მე არ მაქვს დენი და კომპენსაციას ვიღაც სხვას უხდიან. და პირველ რაც უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით არის ის რომ იმ კომპანიებს რომელიც პასუხისმგებლები არიან ამ ინფრასტრუქტურაზე, წყალზე, დენზე და ასე შემდეგ ხონდათ პირდაპირ ურთიერთობა მომხმარებელთან. და თუ მე გამისყდა დენი, კეთილი ინებოს და ჯარიმა მე გადამიხადოს. თუ მე არ მაქვს წყალი, კეთილი ინებოს და მე გადამიხადონ ჯარიმა იმისთვის რომ მე არ მქონდა წყალი. და როგორც კი ეს ასე მოხდება და თუ აი მაგალითად კონკრეტულად საბურთალოს ვარ ქონდა ხოლმე წყალი ან დენი და შემდეგ, ასეთი რაღაც რომ მოხდეს, ეს კომპანიები ისე დაჯარიმდებიან რომ ბევრჯერ დაფიქრდებიან სანამ ძველ მზს დატოვებენ მიწაში. ამიტომ ჩვენი თქვა მიზანია რომ ამ მიმართულებით შევცვალოთ ურთიერთობა თბილისელსა და ამ კომპანიებს შორის და ის რაღაც ფარველობა რომელიც თარობას აქვს ახლა მოწყობილი ამ კომპანიებს მიმართ რომ არაფერი არ ემუქრებათ, არანაირი შანსი არ არის რომ ეს კომპანიები რამე დაძრაობდნენ, რამე დაემართოს. და უბრალოდ ფაქტობრივად წეწავენ თბილისელებს და თან ისე რომ აი არავინ არ არის პასუხისმგებელი ამაზე. ეს შევცვალოთ და ფაქტ გავხადოთ ეს კომპანიები პასუხისმგებელი მოქალაქეების მიმართ და მაშინ ეს ბუნებრივად გადაალაგდება მიუხედავად იმისა რომ корпуსი იქნება თუ არა იმიტომ რომ корпуსი შეიძლება ერთი მაღალი აშენდეს ან 7 აშენდეს სიგრძეში ხო მაგრამ მე მაგათ ხომ ერთი და იგივე რაოდენობა წყალი დაჭირდებათ ხო საბოლოო ჯამში წყლის რაოდენობა ან რაღაც დენის დამოკიდებული ადამიანებზე და რაღაც ბინების რაოდენობაზე და არა იმაზე ზევით არის წასული ქალაქი თუ სიგრძეში. სხვათა შორის აქ მინდა რომ გირჩის პოზიციას დავეთანხმო, რაც ეხება ამ მონოპოლიური სისტემის დაშლას. მაგალითად, აი გაზის თემა რო ავიღოთ რა. აი ეს ქსელი რაც იყო, რაც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, ერთ კონკრეტულს გადაეცა და ფაქტურად მონოპოლისტია. ჩვენ რო შემოვიღოთ სისტემა, სადაც სხვადასხვა კომპანიებს, რომელიც ამ გაზს შეისყიდის, თუ უკეთეს, უფრო დაბალი ფასის კონტრაქტით იშოვის, უნდა შეეძლოთ ბევრ კერძო კომპანიას, რომ აი ეს გაზის მიწოდების კონტრაქტები გააფორმონ ხალხთან და ვალდებულება უნდა იყოს ჩადებული, რომ ეს ქსელი ყველა კომპანიის ამ ასე ვთქვათ, ენერგორესურსს უნდა ატარებდეს, რა თქმა უნდა, ის უნდა იხდიდეს მე ამის რაღაც გადასახადს. და ეს გამოიწვევს შემდეგს, აი მე უნდა მქონდეს მაგალითად ელექტრონული გადახდის სისტემა რო არის, იქ უნდა ელექტროენერგიაზეც, წყალზეც და გაზზეც უნდა მქონდეს რამდენიმე კომპანია და ისინი უნდა მთავარობდნენ სხვადასხვა ტარიფებს. და დავუშვათ ეს შეიძლება დაბალ ტარიფს თავაზობს, მაგრამ რა ვიცი ხა, ყურადღებას არ მაქცევს, როცა მეთიშება, ხო და მე უნდა შემეძლოს, რომ იქ თითის დაჭერით, თქვა რომ ამ თვეში მე დავუშვათ თელასისგან პირობითად კი აღარ ვიყიდი დენს, ვიყიდი აი შპს რაღაცა ელენერგიისგან და ამას მივცემ ჩემ ფულს და დენი ისევე მოვა, ისევე როგორც გაზი ჩემამდე. უბრალოდ იქ კონკურენცია წავა ერთმანეთში, ვინ რა მოცულობის გაატაროს მე ამ საერთო სისტემაში და ეგ ფასად შეგვიმცირებს როგორც გაზზე, წყალზე და დენზე. ისე უფრო სწორი სისტემა ჩამოყალიბდა. კი ბატონო, და ეს ყველაფერი აკრძალულია სემეკის მეშვეობით. ანუ ფაქტობრივად მე თუნდაც ჩამოვთხარო და დავიწყო წყლის მომარაგების აწყობა ჩემ რაიონში. ესეც კი აკრძალული მაქვს, იმიტომ რომ როგორც კი გავყვიდი წყალს მეზობელს, უკვე დამაჯარებებენ და გამაჩერებენ და აი ჩემ საყოველთაო ტეხასში ასეთი სარეკლამო კამპანიაც იყო, რომ შეუერთდით ჩვენ ელექტროქსელებს და ღამე დენი იქნება თქვენს უფასო. ანუ სიამდვილეში ჩვეულებრივი ამბავია დენის მიწოდებაში, წყლის მიწოდებაში კონკურენცია და უბრალოდ ჩვენ მოსახლეობამ ეს არ იცის, მაგრამ უზარმაზარი გამოცდილებაა სოფლიოში დაგროვებული და არაფრის ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო ამისთვის. კი ბატონო, რადგან სულამან კითხავენ პასუხი მიითვისა, შემდეგ კითხვას დავსვათ ბატონო კახასთან და მე დავუბრუნდებით სულას. როგორ ფიქრობთ, შრომითი ხელშეკრულების გამოსწორებას ახლა არის, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე ის არ სრულდება თქვენი აზრით 8 საათიანი სამუშაოს შემდეგ ზედმეტი საათები უნდა ორმაგდებოდეს თუ არა? კი ბატონო, მე ხშირად გქონია ამ საკითხთან შეხება ამას კანონით ითვალისწინებს, ნუ იქ რაღაც პატარა ხარვეზი არის ჩაწერში, მაგრამ ზეგანატო შრომა კოეფიციენტით ანაზღაურდება. თეორიულად ეს შრომის კოდექსში წერია, უბრალოდ პრაქტიკაში ძალიან იშვიათი არის, რომ კომპანია ამას თავისი ნებით უხდიდეს, სასამართლო გზით ჩვენ დავხმარები ვართ, ასე ვთქვათ, ვიღაცებს და აუღიათ მას ეს.
თუმცა არის ესეთი შრომის ინსპექცია არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში, ქაღალდზე არსებობს რეალურად ის უნდა აკეთებდეს ამ საქმეს, რომ ხდებოდეს აბსოლუტურად დასავლეთში მიღებული პრაქტიკაა საათობრივი ანაზღაურება და ის რომ შენ სადღაც დასაქმებული ხარ და ხელფასი გააქვს 2000 ლარი, მაგრამ ამის გარდა შაბათს და კვირას რო გამოგიძახებენ, ეს შეიძლება ჩვენთან რაღაცა წარსულიდან გადმონაშთე კულტურაა, მაგრამ ეს ყველგან ანაზღაურდება. საქართველოში ეს უნდა ანაზღაურდებოდეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კანონში ეს წერია, სასამართლო პრაქტიკაც ამაზე არსებობს, თუმცა არის უკიდურესად რთული მათ შორის, რადგან ეხლა სპეციფიკური შეკითხვაა, მაგრამ ვიტყვის სასამართლოები ჩვენთან არის ესეთი სპეციფიკა არის, ხანდაზმულობის ვადა არის 1 წლიანი, რომ სარჩელი წარადგინო. ოღონ ადამიანი როცა არის დასაქმებული კომპანიაში, ის ამ სარჩელს ვერ წარადგენს, იმიტომ რომ ზეგანაკუთვრის სამუშაოს ანაზღაურება რომ მოითხოვს, სამსახურიდან გააგდებენ. და როცა სამსახურიდან მოდის, უკვე ხანდაზმულობის ვადა გასული არის, ასეთი ლაფსუსები ბევრი არის და პრინციპის დონეზე რა თქმა უნდა ვეთანხმები იმას, რომ უნდა ანაზღაურდეს და პრაქტიკაში ალბათ ეს მიზეზი მაინც სასამართლო სისტემაში არის საძებარი, რატო უფრო ეფექტურად არ ხდება ამ უფლების რეალიზაცია. კი ბატონო, შემდეგ კითხვას დავსვამ ზურასთან, მაგრამ პრინციპში სხვა ორი კანდიდატის და პარტიის აზრით საინტერესოა, გასაგებია რომ კონკურენციაში მყოფ პარტიებზე პოზიტიურად არის საუბრებთ, მაგრამ მაინც თქვენი კონკურენტებიდან და არა მხოლოდ სტუდიაში მყოფი პარტიებიდან, რომელ პარტიას ან კანდიდატს აირჩევდით, თავად რომ არ მონაწილეობდეთ არჩევნებში და არ იყოთ პოლიტიკურ გაერთიანებაში და ასევე დაასახელეთ ორი ისეთი პარტია ან კანდიდატი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ მისცემდით ხმას. ნუ გასაგებია ხა რომ ნაცებს არასდროს რო ხმას არ მივცემდი და იგივე ხა ევრონაცებს ნაცები ლაით ვეძახი, ნუ რამდენად ლაითი არ ვიცი, მაგრამ ხა ნაცები მიშას გარეშე ხო არის ხა ორი პარტია, რომელსაც ვერასდროს ხმას ვერ მივცემ, იმიტომ რომ ეგ პოლიტიკური პარტიაც არ არის, ეგ არის რაღაცა სექტა. ამ სიტყვის თან კლასიკური გაგებით, ხო? რაც შეეხება ხა აი წარმოდგენილ დაუშვათ პარტიებს, ხო? რა შეიძლება ითქვას მათზე პოზიტიური, ხო? ბატონ კახასთან მიმართებაში მაგალითად მე ყოველთვის მაქვს აი ესეთი ცალსახა პოზიცია, რომ როგორი ხედვაც აქვს ამ ადამიანს, ყოველთვის მიყვება ხოლმე. და ძალიან ბევრ რაღაცაში არის თემები, რომელშიც ვთანხმდებით. ამიტომ მე ვიცი, რომ ყოველთვის შეიძლება მასთან საუბარი, ყოველთვის მასთან შეიძლება რაღაცას ვერ შეთანხმდე, მაგრამ ყოველთვის აი ამ კლასიკურ პოლიტიკურ მას ინარჩუნებს, რაც საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში დიდი ფუფუნებაა ხოლმე რა. როგორც წესი, აქ რაღაცა ლამზღვა გინების და ერთმანეთის თათხვის ის არის კორიანტელი და ბატონი კახა არის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც ყოველთვის რაღაცა სტანდარტს ინარჩუნებს ხოლმე და მაგისთვის ძალიან დიდ პატივს ვცემ. რაც შეეხება გირს, აი გირსთან მიმართებაში ხო არის, რომ ძალიან განსხვავებული იდეოლოგიებია რა. მაგრამ ყოველთვის ვამბობ ხოლმე ერთ რაღაცას, რომ მე მაგალითად ამ პერიოდის მანძილზე რა შეხებაც მქონია გირსთან, ჩემი აი ესეთი ღრმა რწმენა არის, რომ ამ ხალხს იმისი რაშიც შეიძლება არაფერში არ ვეთანხმებოდა მართლა ჯერა. და აი მაგ კუთხით რომ ამათ მართლა ჯერათ იმისი, რასაც ამბობენ. ჩემთვის ეს ხალხი უფრო საინტერესოა, ვიდრე დანარჩენის ლიბერალური ფლანგი, იმიტომ რომ იმათ რო უყურებ, რასაც ისინი ბოდიალობენ, ჩემი აზრით საერთოდ არ ჯერათ, ფეხზე კიდიათ. ერთ დღეს შეიძლება ტიპი გამოვიდეს და კონსერვატორი იყოს, მეორე დღეს ლიბერალი, ერთ დღეს მემარჯვენე იყოს, მეორე დღეს მემარცხენე და გირჩიდან ჩემთვის არის საინტერესო თანმიმდევრულობა. რასაც ვერ დაუკარგავ ნამდვილად, ეგ ჩემთვის პოზიტივი არის. ბონ. რომელს მისცემდით ხმას, რომელს არ მისცემდით ხმას, გავიგეთ, რო იყოს პარტია, რომელსაც ხარს დაუჭერდი, პარტიის გაკეთება არ დაგჭირდებოდა. ამიტომ ანუ ეს პასუხი სამი. ხმა მიეცით 3 ნომერს. იმუშავებს თქვენ გისმით. აი, იგივე თქო. ნუ, ხმის მისცემაზე ძალიან მარტივია ცხადია, რომ იმდენად რამდენადაც გირში არსებობს ალტერნატივა ჩემთვის ვერი არსებობს. მეორე მხრივ ახლა ზოგადად ფილოსოფიური საკითხი ამერიკის მაგალითზე რესპუბლიკელები იყვნენ, ვინც მონებს ანთავისუფლებდნენ. მეორე გირჩი?
მეორე გირჩი არ არსებობს დიდი ხანია საბედნიეროდ, არის ადამიანი, რომელსაც სახლში აქვს გირჩი, მაგრამ ეს სანიშნავო პარტია არის. და მაგრამ ეხლა თუ მეუბნებით, რომ გვარამიას პარტიას მისცემ ხმას თუ არა, ხო ხდებით, რომ ეს ცოტა უხერხულიც არის მეგონი ამ სიტუაციაში. არა, ხო დაიშალა ანუ ეს კოალიცია არჩევნების მერე და არ დაშლა, ალბათ საბედნიეროდ სამწუხაროდ არიან, ერთად გამოდიან, ერთად განცხადებას აკეთებენ და მეგონი იმ პარტიას, რომელსაც ოდესღაც ერქვა გირჩი, წევრიც კი არ ყავს და არაფერიც არ აქვს. თავმჯდომარე არაფერი და ნომინალურად არ არსებობს დიდი ხანია. მაგრამ ზოგადად პარტიები იცვლება ხა მომავალში რა იქნება, მე ამას თავს ვერ დავდებ, მაგრამ იმდენად რამდენადაც მეორე ჩვენარი პარტია არ არსებობს ჩვენი იდეოლოგიის, მე გამოვიცხო რომ სხვა პარტიას მივცე ხმა ამ პირობებში. ხო, ვის არ მისცემდით ხმას? ვის არ მისცემდი? არავის არ მივცემდი, ამ კუთხით სანამ გირჩი არსებობს. მაგრამ ჩემთვის საბოლოო ჯამში თუ აი მარსიანელის პოზიციიდან რომ შემეხედა, ვის არ მივცემდი ან რომელს სხვა ქვეყანაში, მე არ სამცევ კომუნისტებს ხმას. ჩემთვის კომუნიზმზე არ გადის ზღვარი. კომუნიზმი არის სისტემა, სადაც ადამიანზე ძალადობით ერთი ადამიანი ან მცირე ადამიანთა ჯგუფი ბატონობს და მე არასდროს არ დაუხრებ, რომ ჩემი რაღაც მხარდაჭერა კონდეს ნებისმიერი სახის კომუნისტური იდეოლოგიას, იმიტომ რომ ნაციზმიც ამ ფორმის იდეოლოგია იყო, უბრალოდ ტერი ყავდა სხვა საბჭოთა კომუნიზმიც, ჩინური კომუნიზმიც და ეს შხამი სამწუხაროდ დასავლეთ ბევრ ქვეყანაში არის გავრცელებული და ამიტომ მე არასდროს არ დაუჯერდი კომუნისტურ პარტიებს რაიმე ფორმით მხარს. მათ შორის აი კომუნისტურ პარტიამ ქვეყანაში ქოცების და რევოლუცია რომ მოხდა, მე მათ წინამდე ვიქნები კომუნისტების წინამდე. ბატონო კახა თქვენ? რადგან ორი პარტია უნდა თქვა, ვისაც ხარს არ დაუჭერდი ალბათ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, მაგრამ ძალიან გულით მინდა რომ ხაზარაძეც არ გამორჩეს და სამს ვიტყვით შეიძლება. ვის არ მივცემდი ხმას, არც ერთ შემთხვევაში. ну ვის მივცემდი რა თქმა უნდა, ყველა მასე უპასუხოთ ახლა წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომელი კანდიდატი გეტყვით ახლა სხვას ვის მისცემდა ხმას. მსგავსება არ მსგავსებაზე პირველ რიგში ზურას დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის და მეც ხშირად მეკითხებიან ხოლმე სხვა შორის რა არის თქვენსა და კონსერვატორებს შორის თქობა, რომ გითხრათ ახლა იდეოლოგიურ რაღაცა პოსტულატების დონეზე გამიჭირდება, შეიძლება უფრო რაღაცა კონკრეტულ ტაქტიკურ მიდგომებში იყოს რაღაც საკითხს რაღაც მეტი, ასე ვთქვათ, სიხისტით ვაყენებდით ერთი ან მეორე. იდეოლოგიურად ეს არის ტრადიციული, კლასიკური კონსერვატიზმი, რაც არის დასავლეთში, რაც დიდი ხნის მანძილზე იყო მარგინალიზებული, თუმცა აი ბოლო რა ვიცი რა ვთქვა 5-10 თუ 15 წლის მანძილზე ყოველდღიურად იკრებს ძალას. რა ვიცი კიდე რა იყო შეკითხვა, მე მგონი ვის არ მისცემთ ეგ? ვის არ მისცემდი, ჩამოგიტყვი. მე მგონი არ თქვი მსგავსებაზე ხო? გამოვტოვე პირველი კითხვა. მსგავსებაზე არ იყო. ოკეი. ვის მისცემდით ხმას, რომ არ იყოთ პოლიტიკური გაერთიანება ან პოლიტიკოსი? მე მინდა მეთქვა თუ რა უნდა თქვა, რა ჩვენზე მეც ვიტყვი რომ მაგალითად მე რაც სულ მაინტერესებს და აი თქვენ ტელევიზიაში ხშირად რო ვიყო და თქვენ ამ მორჩეულს ველაპარაკო, მე სულ მაინტერესებს ის სხვაობა ჩვენ პარტიებს შორის, იმიტომ რომ მე მივიშნე რომ ჩვენ ვართ მართლა აი ქრისტიანულ ღირებულებებს ვიცავთ, იმიტომ რომ ჩვენი არის დასავლეთ ცივილიზაცია ამაზე დგას. მაშინ მოდი დაგისვათ მაყურებლის კითხვას იდეოლოგიის ნაწილს ეხება და ეს იქნება პრინციპში ბოლო კითხვა ამ ბლოკის. თქვენ არაერთხელ დაგიფიქსირებიათ ის აზრი, რომ კონსერვატორების პარტია მემარცხენეები არიან, რადგან რიგ ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფოს ჩარევას ემხრობიან. თქვენ პარტიის მემარჯვენეობას ან მემარცხენეობას მხოლოდ ეკონომიკური მოდელით ადგენთ, მაგალითად ადამიანი თუ ეკონომიკაში მემარჯვენე იდეებს ემხრობა, თუმცა LGBT უფლებებს იცავს, LGBT პრაიდის მომხრია და ტრადიციონალისტი არ არის, მემარჯვენე გამოდის თუ მემარცხენე, ანუ მემარცხენე კულტურულად მემარჯვენე ამ ცნებას აღიარებს თუ არა. ცოტა დიდი კითხვა კი გამოვიდა. ძალიან კაი კითხვა, სხვათა შორის მადლობა ავტორს. ხო და მე სულ მაინტერესებდა მიუხედავად იმისა, რომ აი კონსერვატორებიც ამბობენ, რომ ქრისტიანულ ღირებულებებს იცავენ, ჩვენ მათ პრაქტიკულ რეალიზაციაში, ანუ რაში ითარგმნება, ეს ძალიან დიდი განსხვავებაა და მე მგონი ძალიან საინტერესო იქნებოდა სანამ დისკუსია, ზოგადად ქრისტიანობას როგორ უყურებს, სხვა თუ არაფერი და რა საიდან გამოდის და იმედია ეს ფორმატი არის თვალისწინებს, მაგრამ მე ერთი გადაცემა დავაორგანიზოთ და მაგაზე ცალკე ვილაპარაკო. დიდი სიამოვნებით. ხო და ეხლა რაც ეხება უშუალოდ კითხვას. ჩემთვის მემარცხენეობა ეს არის რაღაცა ეკონომიკაში შეიძლება იყოს მემარცხენე და
ვთქვათ, რაღაც სხვა საკითხი არ იყოს. როცა საუბრობთ მაგალითად იდენტობის პოლიტიკაზე, რასაც ეხებოდა LGBT უფლებებს, ჩვენთვის არსებობს მხოლოდ ადამიანის უფლებები. ეს არის რაღაც ადამიანის საკუთრების უფლება, საკუთარი სხეულზე ეს საკუთრების უფლება, სიტყვის თავისუფლება, ეს არის უნივერსალური უფლებები. არანაირი ცალკე აღებული ჯგუფების უფლებები არ არსებობს. და იმიტომ რომ და ეს არის საბოლოო სოციალიზმის ნაირსახეობა. სოციალისტებმა შექმნეს მუშათა კლასის უფლებები, როგორც ცალკე ჯგუფი, მერე შექმნეს კოლონიების უფლებები, მერე შექმნეს ის რა ქვია, უმცირესობების უფლებები, ჯერ ფემინიზმი გააფუჭეს იმით, რომ ფაქტობრივად ქალებს უთხრეს რომ რაღაც განსაკუთრებული პრივილეგიები აქვს და ასე ვთქვათ, არ ჩააყენეს ერთიან კალაპოტში ყველა ადამიანთან და ადამიანის უფლებები კი არ გავრცელდა ქალებზე და კაცებზე თანაბრად არამედ რაც ქალებს პრივილეგიები უნდა დაეწეს და იგივე მე მოხდა სექსუალურ უმცირესობებზე და თუ შევხედავთ ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში სოციალიზმის ბევრი სხვადასხვა გამოვლენა აქვს. ყველა ეს იდეა დგას საბოლოო ჯამში ადამიანის შურზე, ადამიანის სრულზე ვიღაცა დაჩაგროს, წაართვას და ზოგ საზოგადოებაში ვიღაცა შეიძლება ჩაგრავდეს კანის ფერის საფუძველზე ან მაგალითად რა ვიცი სქესის მიხედვით, ზოგ შემთხვევაში სიმდიდრის მიხედვით. იმიტომ რომ ფაქტობრივად პროგრესული გადასახადით სოციალისტური იდეაა თავისი ფორმით. ადამიანებს წაართვა ფული და ბავშვი ბიუროც ჩააბარო ასადელდეს ეს სოციალისტური იდეაა. უბრალოდ არის უკიდურესი შემთხვევები, როცა მაგალითად კამბოჯა ავიღოთ, ჩინეთი ავიღოთ, საბჭოთა რუსეთი ავიღოთ, სადაც ამან მიიღო ასე სრულიად ტოტალური და არაადამიანური ფორმები და არის შედარებით ცივილიზებული ფორმები, მაგალითად შვედეთი რო ავიღოთ და იტყვით რომ რატომ არის შვედეთი ცუდი, მაგრამ ცუდია, იმიტომ რომ მაგალითად ასეთ იდეებმა შვედეთი მიიყვანა იქამდე რომ 10 წლეულები იქ იყო იძულებითი სტერილიზაცია ქალების. იმიტომ რომ თუ შვედეთში მოსამართლე ჩათვლიდა რომ ქალი არ იმსახურებს ყავდეს ბავშვები 70-იანი წლების ჩათვლით ფაქტობრივად შვედეთში ხდებოდა იძულებითი სტერილიზაცია ქალების. რაც მეტი ასად არ ხდებოდა სოფლიოში დიდი ხანი. და ესეც აი ამ სოციალისტური იდეის შედეგია, რომ ვიღაცა მიიჩნევს, რომ აქვს უფლება ასწავლოს სხვას, როგორ იცხოვროს. კი არ და მე მინდა რომ იყოს საზოგადოება, სადაც მე ყველაფრის უფლება მაქვს, გარდა სხვა ადამიანზე ძალადობის. აი თუ მე თქვენზე ძალადობ, თქვენ გაქვთ უფლება მე მიპასუხოთ, დაიცვა საკუთარი თავი და ძალა ჩემ წინააღმდეგ გამოიყენოთ. იგივე უფლება მაქვს მე, მაგრამ მე თუ არავის არ ძალადობ, თუ არავის ზიანს არ ვაყენებ, არავის საქმე არ არის როგორ ცხოვრობ მე. მე ასე ვხედავ სწორ საზოგადოებას და ეს არის ჩემი იდეალური მოდელი. ამის საწინააღმდეგო არის კამბოჯა და კომუნისტური ჩინეთი და სხვადასხვა კომუნისტური ნაცისტური გერმანია და ასე შემდეგ. და რეალური სამყარო ყოველთვის იქნება რაღაც ამ უკიდურეს მაგალითებს შორის და ჩემი ამოცანა რომ რაც შეიძლება უფრო ახლოს ვიყოთ ჩემ იდეალურ მოდელთან, რაც უფრო მეტი თავისუფლებას მივენიჭებთ ადამიანებს, მით უკეთესი იქნება ჩემთვის. დასაგებია. კიდევ ერთი კითხვა გვაქვს უკვე ჩვენ ორ კანდიდატთან, კონსერვატორებთან არის ასეთი კითხვა, რატომ არ უჭერთ მხარს იარაღის დარების უფლებას? და ანუ საიდან მოიტანა რომ არ უჭერთ? არ ვიცი, კითხვა დავიკითხე. არ იცის ესე იგი ადამიანმა ჩვენი მიდგომა, აი სხვათა შორის იდეოლოგიაზე რო საუბრობდა ჩვენი ოპონენტი, მაგისი კერძო შემთხვევა არის იარაღის დარების უფლება და მე მგონი კარგად აიხსნება იდეოლოგიურად რაში გვაქვს განსხვავება. გირჩი ყოველთვის მუშაობს როგორც წესი აბსოლუტებზე. და ჩვენი მიდგომა როგორ არის იარაღის დარების უფლებაზე გირჩის მიდგომა და ჩვენი გირჩი მაგალითად დაუჭერს მხარს რომ ზოგადად იარაღის დარების უფლება იყოს, აი როგორც ამერიკაში არის კონსტიტუციაში მეორე შესწორება გაწერილი, მეორე შესწორება, ხო? ხო. და ჩვენი მიდგომა რითი განსხვავდება? ჩვენ მაგალითად ვამბობთ რომ უფლებების დიდი ნაწილი უნდა იყოს არა ავტომატურად გარანტირებული, არამედ მოპოვებადი, ანუ სოციუმში არის რაღაცა კრიტერიუმები, რომელსაც შენ თუ აკმაყოფილებ, მერე გეძლევა რაღაცა დამატებითი უფლებები და სინამდვილეში ყველაფერზე ეგრე გვაქვს ადამიანები ეგეთი არსებები ვართ. მაგალითად, იარაღის დარების უფლებასთან მიმართება ჩვენი პოზიცია როგორ არის? ერთის მხრივ, რახან ძალიან რთულ გარემოში ვართ და საქართველოს აქ ტრადიცია რომ მამაკაცი მეომარი უნდა იყოს და უნდა კონდეს მაგას იარაღთან ურთიერთობის კულტურა, მათ შორის აი სკოლაშიც ვეთანხმებით რომ გაკვეთილები უნდა იყოს და უნდა იცოდეს ადამიანმა იარაღთან ურთიერთობა. მეორე მხრივ ვიცით რომ ადამიანები მით უმეტეს ქართველები მიდრეკილები ვართ, ემოციური ტიპები ვართ და შეიძლება ვიღაცამ გაჭედოს და ბევრჯერაც გაუჭედია. ამიტომ ჩვენ ვემხრობით როგორ რეგულაციას. აი შენ მაგალითად გინდა რომ იარაღის დარების უფლება გქონდეს, ხო? მოდი გვაჩვენე სოციუმს რომ შენ პასუხისმგებლობით უდგები მაგას. მაგალითად ეხა ხო არის
სანადირო იარაღის ყიდვის უფლება გვაქვს ახლა ამ ეტაპზე, ხო? აი მოდი იყიდე სანადირო იარაღი, ნახოთ რომ შენ რაღაცა გიჟი არ ახარ, არ გამოვარდები, ვიღაცა სროლას არ დაუწყებ, არ გიფიქსირდება დარღვევები, პასუხისმგებლობით უდგები, ხო? ჩააბარე გამოცდა. მერე შეიძლება მოგცეთ უფლება რომ იყიდო დავუშვათ პისტოლეტი, ოღონდ პირველ ეტაპზე შენახვის უფლებით. კიდე დავუშვათ ერთი წელი მოახდინე იმის დემონსტრაცია, რომ შენ პასუხისმგებლობით უდგები, ჩააბარე გამოცდები, მერე უკვე მოგენიჭება ამ ის სტარების უფლებას და სანამ შენ ამ ელემენტარულ წესებს იცავ და ხედავთ რომ შენ მართლა არ დათვერი რაღაცა მეზობლებო გამოდით უნდა დაგთვალოთ და სროლა არ ატეხე და ასე შემდეგ, სანამ იმ წესებში რჩები, რომელშიც შენ ეგ მარტო თავდაცვისთვის და მარტო პასუხისმგებლიანი მოპყრობისთვის გინდა, მანამდე გაქვს უფლება. და როცა ამ ყველაფერს დაარღვევ და ჩავთვლით რომ არაადეკვატური ხარ საზოგადოება იმ წესებიდან თუ გამოხვალ, მაშინ აღარ გექნება. ანუ ყველაფერს ჩვენ უყურებთ ეგრე. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ერთმანეთს უწესებთ ჩარჩოებს, რომელიც საერთო სიკეთისთვის სულ ყველას გზღუდავს და ეგ ჩარჩოები უნდა იყოს ადეკვატური. ანუ ჩვენ აი ამ ორი უკიდურესობიდან, რომელიც ჩვენმა ოპონენტმა აღწერა, ვაცნობიერებთ, რომ ოპტიმალური ყოველთვის სადღაც შუაში იქნება და ამ ოპტიმალურის ძებნაში ვართ და არა იმ პოლუსისკენ გადაკაჩვაში, რომელსაც გირჩი ემხრობა. პატარა დავამატოთ ცოტა. კი ბატონო. მიუხედავად იმისა, რომ მე ზუსტად პოლუსისკენ მართლა მინდა მივწიო, ერთ რაღაცაში გეთანხმები, რომ ეს არ ხდება ხოლმე სწრაფად და ჩვენ მაგალითად კანონი გქონდა პარლამენტში შეტანი კანონ პროექტი, რომ ტარების უფლება მივაინჭოთ ყოფილ პოლიციელებს, ვისაც დაკარგა წლები დააქონდათ იარაღი, ან ქუჩაში დადიოდნენ შეიარაღებული, არაფერი არ დაუშავებიათ, არავინ არ მოუკლავთ, ანუ აჩვენეს საზოგადოებას, რომ წლების მანძილზე იციან როგორ მოეპყრონ იარაღს და ამით დაგვეწყო. ანუ გასაგებია, რომ შენ რო დაიწყო მოძრაობა რაღაც ცუდი მდგომარეობიდან შენთვის იდეალური მდგომარეობიდან რაღაც ნაბიჯები ჭირდება. ამაში მეც გეთანხმებით და ზოგადად გასაგებია, რომ არაფერს და ვერც გადახტები. ხოპ და რაღაც ტეხაში ვერ აღმოაჩენ თავს მეორე დღეს. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ შეიძლება რაღაც სხვადასხვა პრიორიტეტები გქონდეს, როგორ გავაფართოვოთ ეს თავისუფლება, მაგრამ ზოგადად ნამდვილად ახლა ქართული კაცის ტრადიციული ჩაცმულობიდან დაწყებული იარაღის ტარება ეს არის მართლა თუ რამე ტრადიციული კი ბატონო ოფისში გვაქვს ტრადიციული თუ არის ქართული რაღაც იარაღის ტარება არის და ეს ნამდვილად ნებისმიერი პარტიის ტრადიციებს აღიარებს იარაღის ტარების უფლების რაღაც ტიპის გაფართოება ყოველგვარში უნდა იყოს მისაღები და ამაში რაღაც საერთო გვაქვს და მიხარი. კი ბატონო, სანამ შეჯამებაზე გადავალთ ბოლო მაყურებლის კითხვა ბატონ კახასთან და დავასრულოთ. თბილისის შემოგარენში, სადაც ახალი უბნები გაშენდა, ხევები მიწით ამოავსეს, გადაბალახდა და ნაკვეთებად გაიყიდა, ზედ სახლები დგას, ქუჩები გაკეთდა და არანაირი სანიაღრო სისტემები არ არსებობს. ამას რა ეშველება სამომავლოდ? ამას ეშველება ბიუჯეტის სწორად ხარჯვა, იმიტომ რომ აქ ზურა მახსენდა ნაწილობრივ და რასაც ვეთანხმები ხოლმე ახლა ყველაფერში აღარ ვეჩვევი რა ყველაფერში ვეთანხმები, რასაც არ ვეთანხმები უფრო იმას. აი ძალიან ბევრი ის თბილისობა ახსენდა ზურამ, მაგრამ თბილისობის გარდა თქვენ რო ჩახედოთ თბილისის ბიუჯეტს არის უამრავი აიპები, რაღაცა ვეფენერები და ფესტივალები და მე არ ვამბობ რომ რომელიმე ცუდია ან კარგი არის კაცო. ეს რამდენად არის ბიუჯეტის საქმე. განსაკუთრებით ადგილობრივი ბიუჯეტის საქმე. ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი პრიორიტეტი არის რომ ქალაქში უნდა იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და მე ვფიქრობ რომ თუ ეს პრიორიტეტები იქნება სწორად გადანაცვლებული, ეს აიპები და ეს უამრავი სხვადასხვა პროექტები იქნება ან საერთოდ ამოღებული ბიუჯეტიდან ან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, სწორედ იმ ძირითადი პრიორიტეტებისკენ იქნება ეს თანხები, მათ შორის ახლა არავის არ უნდა ქონდეს მოლოდინი რომ ზოგიერთი პროექტი ძვირიანი არის და ერთ წელიწადში გადაწყდება, მაგრამ არის საკითხები, რომელიც უნდა დაიწყო იმისთვის, გრძელვადიანად დაგეგმო იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ნიშნულამდე მიხვიდოს. სხვა შორის ახლა დავდივარ ყოველდღე შეხვედრები მაქვს სხვადასხვა უბანში და ესეც მინდა აღვნიშნო, რომ ბევრ უბანში შემხვდა ეს საყვედური გარე უბნებში განსაკუთრებით, რომ აი თბილისი არ არის მარტო ქალაქის ცენტრი, რომ კალაძე რო იხსნის რაღაცა 20 მილიონიან პარკებს, ამ დროს შეიძლება აი გლდანისთვის ცენტრი არის, გლდანის და მუხიერის დამაკავშირებელი ადგილი. აი როგორც სოფლის ბალახი ისე არის მიშვებული და იქ საერთოდ არ იხარჯება არაფერი. ანალოგიურად გითხარით მაგალითად ნაგვის გატანაზე, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური არის თუ არა, ყოველ შემთხვევაში არ არის თლად პერიფერია, ნაძალადევის რაიონში არ ხდება ნაგვის გატანა, იმიტომ რომ უბრალოდ იქ ნაგვის მანქანები ვერ შედიან.
მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი ეგ უნდა გახდეს, რომ დედაქალაქში ერთი კომუნალური საკითხები უნდა იყოს ბიუჯეტის პრიორიტეტი და მეორე ეს მეტნაკლებად თანაბრად უნდა შეეხოს სხვადასხვა უბანს და ერთ რაღაცასაც ვიტყვი, იგივე სტადიონზე თავის დროზე ბათუმშიც ჰქონდა ამაზე დებატები და აქაც იგივეს გავიმეორებ. განა ახალი სტადიონი ცუდია და ვინ იტყვის ახლა იმას, რომ ან ახალი სტადიონი არ ჭირდება ქალაქს და პრიორიტეტებზე არის ლაპარაკი, რომ როდესაც ქალაქში თბილისსაც ეხება და ბათუმსაც ეხება, სადაც წყლის პრობლემა აქვს ელემენტარულად და კანალიზაციის 21 საუკუნეში. როდესაც ამისი პრობლემა გაქვს, რა უფრო მნიშვნელოვანი არის სახში შევაქონდეს კანალიზაციის პრობლემა. იმას მიხედავ ჯერ თუ დაუშვათ რაღაცა სპორტულ ღონისძიებაზე წახვალ და იქ დახარჯავ 1000 დოლარს. და ასევე უნდა შევხედოთ ჩვენ ქალაქსაც, როგორც ჩვენ საკუთარ ბიუჯეტს, რომ ვიდრე გვაქვს მოსაგვარებელი აი ეს კომუნალური მეურნეობის საკითხები, მე მაგალითად არ უჭერ ხარს იმას, რომ ასე ვთქვათ, ახალი სტადიონის აშენებაში მიემართოს ბიუჯეტის რესურსები. თან ისიც ასე ვთქვათ, ცოტა გონივრული ეჭვიც მაქვს, რომ შესაძლებელი არის სტადიონის გადატანას, ისევე როგორც თავის დროზე რკინიგზის გადატანას, ქონდეს სხვა ქვემოტივები, რომ იქ გაშენდეს ახალი საცხოვრებელი. მე ეჭვი მაქვს, რომ თბილისი რუსთავის რკინიგზას რა ბედიც ეწია, იგივე ბედი ეწევა მაგ დაპირებასაც. ნუ ამ შემთხვევაში რა აშენებენ? დაპირებას არ ასრულებენ. რა აშენებენ უბრალოდ. კი ბატონო, ბოლო ჩემი კითხვა და შემდეგ უკვე მაყურებელს რომ მიმართოთ 30 წამი. ჩვენ ვიცით რომ თვითმმართველობის არჩევნები მერები და საკრებულოები 64 მუნიციპალიტეტში ირჩევს საქართველოს მოსახლეობას საკუთარ წარმომადგენლობას, როგორც მერს ასევე საკრებულოების წარმომადგენლებს. ჩვენ დღეს სამწუხაროდ მხოლოდ თბილისს დავუთმეთ რომ და მხოლოდ ამაზე ვისაუბრეთ, აქედან გამომდინარე ჩემი ბოლო კითხვა პრინციპში ეხება იმას, აი უშუალოდ გირჩისთვის რომელ მუნიციპალიტეტზე არის განსაკუთრებული გათვლა. თქვენი გათვლა არის მხოლოდ თბილისი და ის რამდენიმე მუნიციპალიტეტი ვთქვათ, რომელშიც წარმომადგენლობა ყავთ და გააქვთ დაყენებული ამ ეტაპზე, თუ ეს მთელ საქართველოს ეხება და რომელს ანიჭებთ უფრო დიდ პრიორიტეტს, ანუ სად გაქვთ იმედები იმის, რომ საკრებულოებში შეხვდეთ? ჩვენ ტრადიციულად რა თქმა უნდა თავარი დასაყრდენი იყო თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი, დიდი ქალაქები. მათ შორის იმიტომ რომ ჩვენ რესურსების შეზღუდულობიდან გამომდინარე უფრო სოციალურ ქსელებს ვიყენებდით იდეების გავრცელებისთვის და ამიტომ იქ ქონდა წომა სადაც ხალხი ხშირად იყენებს სოციალურ ქსელებს. მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდეთ იმის რომ თბილისში ახლა ბუნებრივად ამ შორის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს და ყოველთვის ფოკუსი იქნება როგორც არ უნდა ატრიალო ნებისმიერ არჩევნებზე. ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია და ერთ ამორჩეულზე რომ დავთვალოთ ჩვენი ხარჯები რამდენიმე ქალაქში ბევრად მეტიც იქნება ვიდრე თბილისში ხარჯავთ, რომ რაც შეიძლება მეტი ხარჯები მოვიპოვოთ რეგიონებში, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში შეუძლებელია ქვეყნის მოგება თუ რეგიონებში ვერ მოიგე, მარტო თბილისით ვერ მოიგე ქვეყანას და ჩვენ გვაქვს ამბიცია რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ბევრად უკეთესი შედეგი დავდოთ და ამიტომ მოლოდინი გვაქვს რომ რამდენიმე ათეული საკრებულოს წევრი რომელიც სხვა რეგიონში გვეყოლება სავარაუდოდ ჩვენი გათვლებით დაგვეხმარება რომ ამ რეგიონში ჩვენ 24 რეგიონში გვაქვს სიაშენელი და ამ 24 რეგიონში შევძლებთ პარტიული სტრუქტურის აწყობას. როდესაც ჩვენი საკრებულოს წევრები დაეხმარებიან ჩვენ ამორჩეულს, ისინი დააფასებენ ამ პრივილეგიას ყავდეს საკუთარი ადამიანის საკრებულოში, ბევრი სხვა ადამიანი დაინახავს, უფრო მეტი ხარჯები გვეყოლება და საბოლოო ჯამში არა მხოლოდ დიდ ქალაქებში, არამედ პატარა ქალაქებში და სოფლებშიც გაგიზრდება ხარჯების რაოდენობა. ამიტომ 24 რეგიონშია და ის როგორც თქვი, ფინანსურად რო შევხედოთ ერთ ამორჩეულზე გადავთვალოთ, ნუ რამდენიმე რეგიონში ხარჯი უფრო მეტიც კი გვექნება ერთ ამორჩეულზე ვიდრე თბილისში. კი ბატონო. სორა, რომელ რეგიონ, ანუ 64 მუნიციპალიტეტიდან გასაგებია რომ უმეტესობაში გარდა არა ქართულ ენაზე ვინც არ საუბრობს, თქვათ, ამ უმცირესობების ნაწილში შეიძლება არ იყოს, თქვათ, პარტიული წარმომადგენლობა აწყობილი. რომელ რეგიონზე აქვს პარტიას უფრო მეტად გათვლა, რომელ მუნიციპალიტეტზე, ეს მხოლოდ თბილისი და დიდი ქალაქები თუ მცირე დასახლებების სოფლებიც არის ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დასახლებები, რომელსაც პარტია მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენ რასაც ვთავაზობთ ახლა ამ მომრჩეველს, მაგ ლოგიკიდან გამომდინარე ერთნაირი შინაარსია ყველა მუნიციპალიტეტში, ანუ როგორც თქვი ჩვენი შეთავაზებაა, რომ ახლა ამ არჩევნებზე რაც არის კეთებადი, ამ ქართულ ოცნებას ვიღაცა რო ყავდეს ამ საკრებულოებში, ვინც მის ამ თავგასულობაზე არასწორ ხარჯვაზე და კორუფციაზე ხმას ამოიღებს, ეგ არის შეთავაზება. და აქედან გამომდინარე, ეგ ინტერესი უნდა გქონდეს ყველა მუნიციპალიტეტს. ანუ ეს ხა ყაზბეგის მაცხოვრებელი იქნება, დაუშვათ
თუ რაღაც ფარცხანაყანების, ხო, იქნება ეს დაუშვათ ბათუმი თუ ეს იქნება საგარეჯო, მაგას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რა შეთავაზების შინაარსიც არის, ეგ ჭირდება საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტს. ამიტომ ყველასთან ერთი სათქმელი გვაქვს. გაუჩინოთ ამ მთავრობას წესიერი, მაკონტროლებელი რაღაცა ძალა. თორე ესე ამათი ჭამის და თავგასულობის ხარისხი მარტო მოიმატებს. ბატონო კახა, თქვენ რომელ მუნიციპალიტეტზე გაქვთ უფრო დიდი გათვლა, ეს მხოლოდ თბილისი თუ სხვა მუნიციპალიტეტი? ჩვენ გვაქვს გათვლა, რა თქმა უნდა, თბილისზე პირველ რიგში რაღაც დასამალია და ასე ვთქვათ, ფინანსური მოსაზრებებიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ჯერ თბილისიც რთულია ასაწევად ფინანსურად და რეგიონების აწევა ბიუჯეტურად კიდევ უფრო რთულია. თუმცა რამოდენიმე მუნიციპალიტეტში ჩვენი კანდიდატები მონაწილეობენ და გამოვიყენებ ამ დროს მე მინდა მოუწოდო ამ ორჩეულს, რომ რუსთავში მხარი დაუჭიროს დავით მოზღვრისწყლის, სენაკში ყავს მერობის კანდიდატი ბესიკ წულეისკირი, აბაშაში მოუწოდებ, რომ დაუჭიროთ მხარი გელო ლაბარტყავას, ქარელში არის ჩვენი მერობის კანდიდატი ზვიად მექვაბიძე და ყველგან სადაც ჩვენი კანდიდატები არიან, ფიქრობ, რომ ასე ვთქვათ, შეასრულებენ იმ ფუნქციას, რაზეც ახლა სულ საუბრობდა, რომ რა თქმა უნდა იმის ილუზია არ მაქვს, რომ ყველგან ჩვენი კანდიდატები მოიგებენ, მაგრამ თუნდაც საკრებულოში იყოს ერთი წესიერი ადამიანი, მაინც ჩვენთან მოგიწევთ მოსვლათ იმ გამოსახლებაზე, რომ მოგადგებიან ან მედიკამენტი რო დაგჭირდებათ. სხვასთან ვერავისთან ვერ ვიყავთ და ჩვენ მაინც დაგეხმარებით. საკრებულოს გარედან კერძო პირის სტატუსით ეს იქნება ბევრად უფრო რთული და თუ ჩვენ გვექნება მანდატი და თუ ჩვენ გვექნება წვდომა გარკვეულ უფლებამოსილებებზე, ჩვენი დახმარებაც იქნება უფრო ეფექტური. კი ბატონო, ბოლო 30 წამი თითოეულ კანდიდატს რატომ უნდა მოგცეთ ხმა თბილისში ამ შემთხვევაში ამ მრჩეველმა, რა არის ის, რასაც პირდებით მხოლოდ თქვენ და არა სხვა პარტია? 30 წამში ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ იმედია თქვენ დააფასებთ ჩვენ პრინციპულობას, იმას რომ არ ვიტყუებით, სულ გიავართ და თქვენ გელაპარაკებით წლებია, მათ შორის ჩვენი ტელევიზიით თუ ჩვენი ლაივების მეშვეობით და საბოლოო ჯამში გვინდა რომ ჩვენც ყველამ უკეთეს ქალაქში ვიცხოვროთ, უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ და მიხარია რომ ეს არჩევანი თქვენ გაქვთ და იმედია სწორ არჩევანს გააკეთებთ 4 ოქტომბერს და 36-ს გააფერებთ. სურო. პატივცემულო მაყურებლებო. ეხლა რა შემოთავაზებების თქვენ მიმართ ისმის, იმედია რომ ხვდებით, რომ იშვიათი რაღაცა ხდება ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში, რომ რაღაცა $3000 პენსიას და რაღაც შვეიცარიად გაქცევთ, როგორც ბეხმამოეცით, ტექსტებს არ ვამბობთ და ეგ ჩემი აზრით უნდა მიყავდეთ იმ აზრამდე, რომ შეიძლება აქ რაღაცა განსხვავებული ხდება და მართლა სიმართლეს გეუბნებიან. ჩვენ მასიური მიგრაციის თემაზე რასაც ვაკეთებთ ქართული სუვერენული სახელმწიფოს ინტერესების გატარების თემაზე, რასაც ვაკეთებთ კონსერვატიული ღირებულებების თემაზე, თუ გინდათ რომ მაგ კუთხით თქვენი წარმომადგენელი იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ეხლა გაქვთ კარგი შანსი. არაფერი რევოლუცია არ ხდება, არ არის ეგზისტენციალური არჩევნები, ეს არის შანსი, როცა შეგიძლია მიცე ხმა იმას, ვინც შენ წარმომადგენლობას, შენ იდეებს გაატარებს ხელისუფლებაში. ბატონო კახა, გისმენთ? კი ბატონო, მე ვფიქრობ, რომ ნომერი 7-ის შემოხაზვა ნიშნავს კონკრეტულ, პატარა, მაგრამ კონკრეტულ ცვლილებებს. ეხლა ჩვენ არ ვპირდებით, შეიძლება ყველაზე მოგზაურებული დაპირებები გქონდეს და რაღაც მეტროს შენობლობებს ნამდვილად არ ვპირდებით ამ ორჩეულს, მაგრამ სამაგიეროდ რასაც ვპირდებით, ის რეალურად გაკეთდება და თან გაკეთდება არა გრძელვადიან პერსპექტივაში. არამედ არჩევნებთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვადებში. სულ ერთი ეს იქნება მაგალითად მედიკამენტებზე, რასაც ვსაუბრობთ, ჩვენი წარმატება და ჩვენს მიერ აღებული ხმები გადაითარგმნება იმაში, რომ აი ნამდვილად თბილისში ყველას მედიკამენტი იქნება ნახევარ ფასად. აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ ადგილობრივ არჩევნებზე და ვერ სხვა გლობალურ საკითხებს ვერ გადავწყვეტ, მაგრამ ის რაც წერია აგერ ამ საარჩევნო პროგრამაში, ეს ნამდვილად იქნება რეალიზებული და ახსოვს, ვისაც ახლოს ყოველ შემთხვევაში ჩვენი გამოცდილება და ბიოგრაფია იცის, რომ ყველა არაფერს არ ვეძახით. კი ბატონო, მადლობას გიხდით სამივე პარტიას წარმომადგენელს სტუმრობისთვის, ასეთი მშვიდი, წყნარი და გაწონასწორებული დებატები საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას არ ახსოვს ალბათ. კიდევ ერთი დიდი ფართომასშტაბიანი დებატები ალბათ უკვე საზოგადოებრივი მოუწყებლის ეთერიდან გველის, სადაც იმედი დავიტოვოთ, რომ ყველა პოლიტიკური ძალის შეხედულებას მოვისმენთ. ვალდებულება როგორც ასეთი პოლიტიკური დებატებისა და პარტიებისთვის ეთერის დათმობის ჩვენმა ტელევიზიამ შეასრულა და ასე გამოიყურება.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ მყავით ჩვენი სტუმრები, მაყურებელსაც მადლობას ვუხდით იმისთვის, რომ გიყურებთ და არჩევანი თქვენზეა 4 ოქტომბერს თქვენ უნდა აირჩიოთ, ვინ გახდება საკრებულოს ახალი წევრი. ნახვამდის.